სამშვიდობისა ტელეკომპანიამ ზე ფეხბურთს მოყოლოდ გიწვეთ ტელეეკრანებთან, ცოტა განსხვავებული ფორმატით გვიწევს დღეს გასვლა პირდაპირ ეთერში, თუმცა გარწმუნებთ, რომ ძალიან საინტერესო გადაცემა იქნება. ჩემთან სტუდიაში იმყოფება საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრების მთავარი მსვლელი თემურ ქეჯბაია და ჩემი კოლეგები და მეგობრები, ჟურნალისტები. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ დაახლოებით 1 საათნახევრის განმავლობაში ძალიან ბევრ საინტერესო საკითხს განვიხილავთ და მოვისმენთ. პირველი რაც თავარია, დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისათვის, ბატონ თემურ. და მე ვფიქრობ ალბათ, რომ პირველი რაზეც ჩვენ გსურსო დავიწყოთ საუბარი, ეს არის თქვენგან მოვისმინოთ საფრანგეთის ნაკრებთან გამართული შეხვედრის რაღაც შეჯამება და შემდეგ უკვე ნელ-ნელა ჩემს მეგობრებსაც მიეცემათ კითხვის დასმის საშუალება. პირველ რიგში მეც მოგესალმებით ყველას. ყველა იმ გულშემატკივარს, რომელიც ჩვენ ახლა ტელევიზიით გვიყურებს. რაც შეეხება ახლა თამაშს, რა თქმა უნდა, ახლა ყველას მოგება გვინდა. რა თამაში არ უნდა იყოს, ვისაც არ უნდა ითამაშო, მაგრამ სამწუხარო თამაში წავაგეთ. მაგრამ რაც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე კარგი ის იყო, რომ დავინახე ბიჭები და იმ ფეხბურთელებიდან, რომ მაქსიმალურად გააკეთეთ, რაც შეგვეძლო. არაფერი დაიშურეს, სამწუხაროდ თამაში წავაგეთ. შეიძლება ითქვას საუკეთესო გუნდთან მინდორზე. მაგრამ ამ თამაშმა დაგვანახა, რომ შეგვიძლია თამაში. რაღაც ბევრი დადებითი მომენტები იყო ამ თამაში. მაგრამ ახლა ძალიან ძნელია ახლა წაგებული თამაში მე ვილაპარაკო, არ აქვს იმას მნიშვნელობა ახლა ისე თამაშები და როგორი თამაში იყო, მაგრამ ახლა პრინციპში მე მგონი ახლა თვითონ თუ ახლა მე ბევრს შევხვედილი ვარ და ყველა იმით იყო მაყოფილი, სამწუხაროდ რომ ეს მე მახსოვს ჩვენ ჩავამოშობდით მაშინაც ესეთი სიტუაცია იყო, რომ სულ მაყოფილდებოდით, რომ კარგად ვითამაშეთ, ანუ წავაგეთ რა. მაგრამ მაინც ახლა ის დადებითი რაღაცებიც გამოჩნდა ამ თამაშზე. რა თქმა უნდა, იყო ფეხბურთელებმა, რომელმაც შეიძლება ითქვას, რომ თავი გამოიჩინეს, იყო ფეხბურთელები, რომლებმაც შესაძლებლობების მაქსიმუმი ამ თამაშზე არაჩვენა. მაგრამ ის რომ ასეთი ძიმე თამაშზე ჩვენმა ნაკრებმა ესე ჩაატარა თამაში, ესეც მე მგონი დასაფასებელია. და პირველ რიგში ის ფეხბურთელები, რომლებმაც მინდორზე გავიდნენ და ესეთ ძიმე თამაში, ესეთ ძნელ თამაში, ესეთ გასვლით თამაშზე შეიძლება ითქვას კარგი თამაში აჩვენეს. დავალებები მაგალითად ბატონ თემურ, რომელიც თქვენ მიეცით თამაშის წინ, ხა ბოლომდე ზედმიწევნით კარგად რომ შესრულებული იყო, ბუნებრივია, შედეგიც ალბათ უფრო უკეთესი იქნებოდა, მაგრამ თქვათ გოლების მიხედვით, რომელმა გოლმა დაგაკმაყოფილოთ თამაშმა და რომელმა თქვათ რომლისგან უფრო მეცელოდით. ახლა პრინციპში დაცვით თამაშს სანამ ჩვენ გოლს გავუშვებდით, პრინციპში იყო რაღაც მომენტები, ხა ბოლო-ბოლო საფრანგეთის ნაკრებია, ყავთ კაი ფეხბურთელები და სახში თამაშობენ და მომენტებს შეგიქმნიან, რა თქმა უნდა. შეიძლება ითქვას, რომ დაცვაშიც პირველი ტაიმი სანამ გოლს გავუშვებდით, კარგი თამაში იყო და იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩვენ შევქმნით კარგი სახიფად მომენტები და გქონდა იმის შანსი, რომ გოლი გაგვეტანა. ყველაზე უფრო მეტი მე გული მან დამწყვიტა, რომ გოლი უკვე 46-მე წუთზე გავუშვით, სადაც შეიძლებოდა რომ ეს აგვეცილებინა თანაც საჯარიმო დარტყმიდან თუ იმას გადავხედავ ჩვენ მთელი ამ ჩვენი 27 თამაში რაც ჩვენი ხელმძღვანელობით გუნდმა ითამაშა, ეს იყო თუ არ ვცდები მეორე თუ მესამე გოლი რომ გაგვდის საჯარიმოდან კიდევ კუთხურიდან. ამან გული დამწყვიტა, იმიტომ რომ ჩვენ ყოველთვის ვეუბნებით, რომ ესეთ მომენტში როცა კეთდება ესეთი პოზიციიდან ჯარიმა, ჯობია ფეხბურთელი აიყვანო ახლოს და არა ითამაშოს ზონა რა. მე სიმართლე გითხრა, მე არ მისმის თვითონ იმ პიროვნების, რომელმაც ესეთი მომენტებში ზონაში კაცის აყვანა რა. ეს მე უფრო ბევრჯერ მithქვია, რომ ეს უკვე ისეთი სიტუაცია არის, რომ ყველას უნდა რომ თამაშობენ ზონაში, რომ ყველამ უნდა აიცილოს პასუხისგებლობიდან თავი, რომ იცი რა არის, ჩვენ ზონაში თამაშობენ და გამოხდა ფეხბურთელი. თანაც ბოლო წუთია რა, სულ ამაზე გვაქვს ლაპარაკი. ვიღაცამ უნდა გამოჩეს, ვიღაცამ უნდა დაიყიროს, ვიღაცამ რაღაცა მობილიზაცია უნდა გაუკეთოს. ხო, ეს არ არის, რომ
რაღაც მომენტი იქნება და ამ მომენტიდან გოლი გადის. ეს დაყენებული ბურთია, ამას ელოდები ბურთს და აი ესეთ სიტუაციაში გოლი გაგდის და მე დარწმუნებული ვარ, რომ ის მეორე გოლიც რო გავიდა უკვე პირველ ტაიმის ბოლოს გასულმა გოლმა მან იმოქმედა და უცებ მეორე ტაიმში თავიდანაც ისე ვერ შევედით, როგორც უნდა შევსულიყავი და ამიტომ გაგვივიდა ეს მეორე გოლიც რა. ესე რომ გულდასაწყვეტი ის იყო, რომ პირველი ტაიმის ბოლოს გოლი გავუშვა. რო არ გაგვიშვა, შეიძლება და სხვანაირად წასულიყო თამაში. ვიდრე ჩემი კოლეგების დასვავენ კითხოს, მე აუცილებლად მინდა კითხოთ ანალიზისთან დაკავშირებით. ნუ ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით ეს ფეხბურთელი არ არის ისეთ მე ესეთ შტაბეჭდილება მრჩება, რომ სათანადო დონეზე ფიზიკურად მომზადებული. რამ განაპირობა მისი ცვლილება, თქვათ, მაინტერესებს. რატო გამოცვალეთ? დიახ. ანუ ხო, რისგან იყო განპირობებული? არ იყო ერთ-ერთ მაგათ საუკეთესო თამაში და იმიტომ გამოცვალეთ პირველ ტაიმის მე. მაგრამ ახლა იმაზე ლაპარაკი რომ ჯანოზე უკეთესი ფეხბურთელი ყავს და ის არ დავაყენე და ჯანო რატო დავაყენე და ამაზე ახლა უკვე მე მგონი ალბათ ყველა დამეთანხმები იმაში რომ ჯანო ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია ახლა დღეს საქართველოში და ჯანოს გარდა რა ახლა მან ის იყო რა ქვია იმას კობახიძე რომელიც გადავიდა დნებში და ისიც ზის გამზე მაგრამ გამოვიდა საუკეთესო იყო რა. დიახ. ვერ ითამაშე ჯანომ და გამოუცვალე და შემოიყვანეთ ენია. სამწუხაროდ ამ იმადაც არ გაამართლა შეიძლება ისე ითქვას ცვლილებამაც. ეგ არის რა, სამწუხაროა რომ წინათ იმდენი პრობლემა არ მქონდა, მაგრამ ეხლა უკვე ნელ-ნელა უკვე არიან ფეხბურთელები, რომლებიც ისინი თავიანთ გუნდებში უკვე შემადგენლობაში ვერ ხვდებიან და ესეც სამწუხაროა, ესეც ის არის რა. კი ბატონო. მიკროფონი ჩასართავია, მე მგონი თუ არ შემოთხოვეთ. არა, მეორე მიკროფონი ტექნიკური პრობლემაა და მე პირველ ყოვლისა, მაინტერესებს თქვათ, აი, რაც თქვენ ნაკრებში ხართ, ხლა შევიკრიბეთ, ღიად საუბრობთ რა. უპირველეს ყოვლისა, ის კი არა რომ რაღაც თავის მართლების რეჟიმში იყოთ, აი, რა პრობლემები შექმნიათ ამ ხნის განმავლობაში, თქვათ, ფეხბურთელების ხრიდან იქნება თქვათ, შეიძლება იყოს რაღაც მომზადების ხრიდან, ზოგადად რის გამოც თქვენ ფიქრობთ, რომ ის შედეგი სიტყვაზე, რაც თქვენ გინდოდათ, ვერ აჩვენდა. აი, ობიექტურ და სუბიექტურ მიზეზებზე, ესე მცირე ექსკურსივით, რა ვიცი, ხლა მთავარი მწვრთნელისგან ამის მოსმენა ალბათ საინტერესოა რა. თქვათ, იგივე განვლილცის კარგად მიდიოდა ნაკრები, პრინციპში ერთმა თამაშმა იქ ლატვიასთან რაღაცა, საბოლოოდ უარყოფით შედეგი გამოვა. ამ ციკლში გასაგებია ესპანეთია, საფრანგეთია და ახლა ვიბრძვით მესამე ადგილში. ზოგადად აი თქვენი ნაკრების თქვენ როგორც მწვრთნელმა და არა როგორც ფეხბურთელმა ამდენ წელი იყავით ნაკრებში და თქვათ, აქედან ბუნებრივია სხვა კუთხით დაინახეთ. აი ახლა თქვენ როგორც მწვრთნელმა რა დაინახეთ საქართველოს ნაკრები და რას ფიქრობთ იგივე ადრე თქვენ დროსაც თქვათ რა აქედან დასკვნა რომ რატო არ მოდიოდა ეს წარმატებები რა. აქ იმაზე არ არის, იცით რა არის, ახლა მე რას ვილაპარაკებ, ან კიდევ თქვენ რას ვილაპარაკებთ. ან აქ ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ რეალობაზე რა. ყველაზე მნიშვნელოვანი ეგ არის რა. ხეთ მაშინ ახლა მე თუ რეალობაზე დავიწყებ და საერთოდ იმაზე, პირველ რიგში თუ იმაზე დავიწყებ ლაპარაკს, რომ ჩვენ რა მდგომარეობაში დაგვხვდა ხო საქართველოს ნაკრები ხო? ახლა არ მგონია ახლა ყველას დაგავიწყდათ რა სიტუაციაში დაგვხვდა ჩვენ საქართველოს ნაკრები 3 წლის უკან ხო? საქართველოს ნაკრებმა რომელმაც 2 წლის განმავლობაში ერთი თამაში ვერ მოიგო, 16 თამაშიდან 4 ფრეი თამაშა და რა ქვია იმას 7 წააგო. 7 კი არა, 4 ფრეი თამაშა და 12 წააგო. იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ ნაკრებს სათავეში ედგა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მწვრთნელი ევროპის დონეზე, არ ვიძახით, თქვენ საქართველოს პირველობას არ ვიძახით და რამე იმას ვიძახით, მწვრთნელი რომელმაც გუნდი გაიყვანა ორჯერ ჩემპიონთა ლიგის ფინალში. გუნდი რომელიც ესპანეთის იმის ვალენსიის მწვრთნელი იყო და მწვრთნელი რომელიც ინტერის მწვრთნელი იყო რა. ახლა ალბათ ამაზეა უფრო მეტი სალაპარაკო. ის კი არა რომ ჩვენ რა გვინდა. იმაზეა უნდა ვილაპარაკოთ ჩვენ რა შეგვიძლია რა. ბუნებრივია. და ჩვენ რა გვინდა ხო? მეც მინდა ახლა ფინალურ ეტაპზე მარტო ფინალურ ეტაპზე თამაში კი არა, მინდა რომ მოვიგო ევროპის ჩემპიონატი, მსოფლიო ჩემპიონატი, მაგრამ თუ იმას გადავხედავთ, თუ ახლა რეალობა, ხო, რეალობა უნდა ვილაპარაკოთ. თქვენი თვალი დანახული რეალობა მაინტერესებს. ყველას რეალობა და მაგაზე ახლა თუ იმას გავითვალისწინებთ, რა მდგომარეობაში დახვდა. ჩვენ დავხვედრია, ხო იცი, აი 0-ზეა რაღაცა და გინდა რომ ცოტა რაღაცა აწია. ჩვენ დახვდა 0-ის ქვევით რა. იმის ქვევით რომ უკვე წასვლა აღარ შეიძლებოდა. ნაკრები
რეიტინგით იყო 135 ადგილზე, ხო? თუ არ ვცდებით, ნუ ავიცი, ნუ გახსოვთ ახლა. 122 და ეს. ხო, ნუ გასაგებია. და იმის მერე ჩვენ ახლა ჩავიბარეთ ეს გუნდი, ხო? ახლა ჩვენ იმ ქვეჯგუფში, ხო? დავაგროვეთ 10 ქულა, 2 თამაშის მოვიგეთ, 4 ფრეცი თამაშით და 4 თამაში წავაგეთ. ახლა თუ რეალურად შეხედავ და იტყვი იმას, რომ იცი რა არის, არაფერს არ ვხედავ კარს, ხო? მაშინ შენ რეალურად არ უყურებ საქმეს. მაშინ შენ არ გაინტერესებს კეთდება საქმე თუ არ კეთდება, ხო? მაშინ შენ გაინტერესებს, რომ სულ ყოველთვის ჩასაფრებულის პოზიციაში იყო და სულ რაღაცა ცუდზე ილაპარაკო, ხო? მე მგონი წინსვლა არის, ხო? ზუსტად ამიტომ ხალხმა დაინახა ეს ზუსტად ეს ნაკრების წინ წასვლა, არა მარტო ის, რომ ჩვენ თამაშები მოვიგეთ, პირველი შემთხვევა იყო, რომ ნაკრებმა თელ ქუელ ჯგუფში ყველა თამაში ქულა აიღო რა. ყველა გუნდთან ქულა აიღო, ხო? ეგეც ხო რაღაც პლუსია. კიდევ ამ 3 წლის განმავლობაში თუ გავითვალისწინებთ, ხო, ჩვენ 27 თამაში ვითამაშეთ, ხო? 10 მოვიგეთ, 9 ფრევი თამაშეთ, 8 წავაგეთ, ხო? ესეც ხო წარმატებაა, არა? 18 თამაშის არ წაგება, როცა ვიძახითო თუ 16 თამაშიდან და თუ საერთოდ იმ 2 ციკლს თუ გავითვალისწინებთ, ხო, იმ 2 ციკლში ხო ჩატარდა 41 თამაში, ამ ორი სანამ ჩვენ მოვიდოდით, ხო? 51-დან ჩვენ 8 მოვიგეთ, 8 ფრევი თამაში და 25 წავაგეთ რა. აბა ახლა აქ მარტო ის კი არ არის ჩემი ლაპარაკი. აქ თოდა მათემატიკას თუ იცი, ხო? უკვე ხედავ რაღაცა განსხვავებას. და პლუს ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, იცით რა არის? ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ჩვენ შევძელით და შევქმნით გუნდი, ბრძონის უნარიანი, გამოვა და დადებს ყველაფერს და არავის ადვილად არაფერს არ დავუთოს. ესეც ხო მნიშვნელოვანია რა. და იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ მართლა რა პრობლემები წინაშე არის ქართული ფეხბურთი, ხო? მე ვფიქრობ, მე უღრმესად მადლობელი ვარ ამ ფეხბურთელების, ვინც ახლა ამ 3 წლის განმავლობაში გამოიარეს. იმიტომ რომ ამ ბიჭებმა, ეს ბიჭები ცდილობენ, რომ აი ამ სიტუაციიდან რაღაც ნორმალურად გამოიყვანონ საქართველოს ნაკრები. აი ესე დიდ დონის გუნდებთან, აქ მარტო იმაზე ხო არა ლაპარაკი, რომ ჩვენ ალბანეთს მოვუგეთ თუ იმას მოვუგეთ. აქ ჩვენ ისეთ გუნდებთანაც ვითამაშეთ და ღირსეულად ვითამაშეთ. არავისთვის ადვილი მეტოქი არ ყოფილა. არ ყოფილა ესეთი თამაშები, რომ ჩვენ ვიღაცამ 9 საათში თამაში მოგვიგო ჩვენთან სახლში და 60,000 კაცი დანარჩენი 1 საათი იზრდა, ან კი სემიჩკა ჭამდა, ან კიდო რა ქვია იმას გვაგინებდა ქართულ ფეხბურთელებს, ხო? ეგ არის მნიშვნელოვანი. იცი რა არის? ჩვენ ახლა მეც მინდა ახლა ყველაზე უფრო მეტი დაინტერესებული ახლა მე ვარ. თუ კი ვინმე არსებობს საქართველოში, რომელსაც უნდა რომ საქართველოს ნაკრები წინ წავიდეს და უფრო წარმატებული იყოს, მაგრამ იმასაც ხო უნდა გავითვალისწინოთ რა სიტუაციაში ვარ და რაღაცები უნდა გავაკეთოთ. მე ჩვენ რაღაცები თქვით, რაღაცებს ვაპირებდით, მაგრამ ამ იმაში ხო ჩვენ არანაირი არ გვხდება, იმიტომ რომ არის ისეთი ხალხი იგივე ქართულ ფეხბურთში და რაღაცა ხო, იმან მარტო თავის ის ინტერესები, ის არ აინტერესებს საერთო ამბავ. ნუ შეიძლება იმას აინტერესებს თავის კლუბის ისა, იმიტომ რომ იმ კლუბში არის, ეხლა ჩვენ სხვანაირად უყურებთ, ჩვენ მთელი ქართული ფეხბურთის ის გვაინტერესებს, მაგრამ მე არ მინახია, იცი რა, რაღაც ის ქონდა მე წინადადება შეტანილი ამ ახალგაზრდა ფეხბურთელებს რა ქვია მხარი დაუჭიროთ და ვათამაშოთ ორი ფეხბურთელი. სადაც ხედავთ საქართველოს პირველობაში არის ეკონომიკური პრობლემა, გუნდები სულ ამაზე ლაპარაკობენ. სულ რაღაც პრობლემა არის რომ ფეხბურთელების რაღაცა, ხო? როცა ესეთი შანსი არის, ხო? აი ესეთ შანსს ყველა ქვეყანა იყენებს იმისათვის, რომ ვიღაც ახალგაზრდას მისცეს იმის შანსი, რომ ვიღაცა მაინც გაიზარდოს, რა თუ ამდენი პრობლემა არის და ამდენი რაღაცა, ხო? გააქვს იმის შანსი, რომ ვიღაცა ახალგაზრდა ფეხბურთელი მაინც გაიზარდოს. აგერ აზერბაიჯანს რო უყურე, ერთ გუნდს რო აქვს ბიუჯეტი გუნდის, ხო? ის მთელი ჩვენი 12-ვე გუნდის ბიუჯეტს შეადგენს. 12-ვე გუნდის, ნუ. იქ იმათმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ერთმა ითამაშოს იმან, რა ქვია, 21 წლამდე. ნუ 18, უფრო უკეთესი რა. მე ხლა აქ წასული ვიყავი ავსტრიაში და ორივე გუნდი ვნახე, 19 წლიანებიც ვნახე და ის 21 წლიანი. იქ იმდენი საინტერესო ბავშვი თამაშობს, იმათ როგორ უნდა მისცე, რომ ითამაშოს. მაგრამ სამწუხარო ის არის, ხო, აი თქვენ ჟურნალისტები რო ხართ, ხო? მე ვერ დავინახე ერთ-ერთმა თქვენთაგანმა, რომ მხარი დაგეჭირა ჩემთვის, რომ ამ კაცმა თქვა, რომ ის კი არა, რომ ვინ გაიზარდა 21 წლამდე, კაცო, სულ ისე მიდიოდნენ გასინჯვებზე და ისევ იმაზე თქვეს, რა ქვია, შოთი კი არა, შოთი და აჩიზე თქვეს, რომ ისინიც რომ აქ ჩვენ გავუშვით გასასინჯა თუ რაღაცაო თურქეთში და ვინ შოთი და არ ველაძე წავიდა და აქ ბიჭებმა 4 წელიწად 3 თუ 4 წელიწად ითამაშეს და დახიეს ბადეები და იქიდან წაიყვანეს. კი არ წაუყვანეთ გასასინჯა. აქ არის ხალხი ბავშვებს დაატარებენ გასასინჯად მოვატარებს მთელი ევროპა და ბოლოს რა ხდება უკვე გახდა 25 წლის და ისე ჩამოდის მე ისე უკან საქართველოში.
მაგას ვიძახი ხო თუ რამე საერთო საქმეზეა ლაპარაკი ხო მაშინ ხო რაღაცა საერთო ხო უნდა გქონდეს თუ კაი გასაგებია თუ მესმის ნუ კრიტიკა არის როცა წააგებ ვინცანაც უნდა წააგო კრიტიკა ყოველთვის იქნება გაიგე მაგრამ თუ გვინდა რომ მართლა ჩვენ რაღაცნაირად წინ წავიდეთ ხო იმ თლიან ერთ საქმეზე ხო უნდა ვილაპარაკოთ ყველა ერთმა უნდა შევხვდანხმეთ მე ხო ის არ მithქვია რომ ვიღაცა უცხოელი ჩამოვიყვანთ მე ვიძახი რომ ქართველი ფეხბურთელი ახალგაზრდა ამ ჩემპიონატში ხო უნდა ვიღაცა ხო უნდა გაიზარდოს ეხლა ორი თამაში ეხლა ჩამოსული შაბათ ორი თამაში ვნახე ეხლა თქვენს რო გკითხოთ ეხლა იცით რა არის აი თქვენ მითხარით ერთი ფეხბურთელი რომელიც აი გამოირჩევა საქართველოს პირველობაზე აი რო გკითხოთ თქვენ ეხლა გაგიჭირდებათ რომ მითხარით აი ქართველი ნუ ქართველი კი არა საერთოდ ვიძახით რა აი ერთი ფეხბურთელი რო გკითხოთ თქვენ აი 7 კაცის დიხართ გალბატონი 7 კაცი გალბატონი ერთი კაცი გითხრათ რომ დამისახეთ ერთ-ერთი კაცი ყველა თქვენთაგან რომელიც აი ჩემპიონატში გამოირჩევა ხო აი ვერ მეტყვით რა ვერ სახელ გოლი იმაზე კი არა გოლი გააგო საერთოდ ვიღაცა რომ აი იყო აი ისეთი დრო რომ ქართველი გულშემატკივრები დადიოდა ერთი ფეხბურთელი ყავდა და დადიოდა იმის სანახავად რა იყო ისეთი დონის ფეხბურთელები ჩვენც მოვესწარეთ იმ დონეს რა ეხლა სამწუხარო ვარო აღარ არის და იქ ამაზე უნდა ვილაპარაკოთ ჩვენ გვინდა ჩვენ აქ საქართველოში გვაქვს პრობლემები ჩვენ გვინდა წავედით და იმას მოვუგოთ რა ქვია და მე ჟურნალისტი მოდი და მეკითხება გადადგებიო ნუ ეხლა ჯერეთი და უწევს იმათ რომ გითხრა რა ვიცი უწევ რაღაცნაირად ეხლა ის ჟურნალისტი იმას ეკითხებოდა წინა იმაზე რა ქვია იმას დეშამს რომ გადადგებიო ეხლა მართლა ეხლა დეშამმა ეხლა იმის მერე ესპანეთს ეთამაშა 80,000-ში გულშემატკივარი ყავდა ესეთი გუნდი და ერთი ფრე უნდოდა რომ გასულიყო ფინალურ ეტაპზე ხო ერთი ფრე არ არის ესეთი ადვილი თო ფეხბურთი ეხლა მეკითხება ისე გადადგებიო და ეხლა მე გავიცნობ გამეცინა რა მეთქვა არ ვიცოდი მაგრამ ჩვენებს ეკითხებოდა ხო იწინა მართალია რომ რეალ მადრიდიდან ყავს ფეხბურთელი იმ საფრანგეთის ნაკრებში და ჩვენ ყავს ეგეთი ფეხბურთელიო ეგეთი კაცი რომ მომა პრეს კონფერენციაზე და კითხვას დაგისვათ რაზეა ლაპარაკი თუ ეგეთი გამაგებინა მე ეხლა დღეს ვიყავი ფედერაციაში და ეს ერთი მოხუცი კაცი ნუ მამა ჩემი ტოლა ხალხი მეუბნება შვილო დაანებეო ნუ აყვები არც მე მინდა რომ ვაყვე არავის მაგრამ ისეთ რაღაცას შეგეკითხებიან და ისეთ რაღაცას გეტყვიან რომ გინდა არ გინდა ხო ნერვს მოგიშლიან და აბა შეგაიგებს ეხლა ისეთი რაღაცა არის ხო ეხლა მე ესეთ რაღაცას კითხვას რომ დამეშვა რატო არ მომგვეს საფრანგეთში ხო ეხლა ისეთი რაღაცა არის ხო ეხლა 3 წელიწადში ხო ამ თავრობას რომ მოვთხოვო ეხლა მე იცი რა არის და გინდა არ გინდა საფრანგეთის დონის ქვეყანა გამიკეთებო რა 3 წელიწადში რა არის შესაძლებლობა ამის რომ გაკეთდეს საქართველოს საფრანგეთის დონის ქვეყანა გახდეს ხალ გამაგებინეთ რა ხო და ზუსტად მაგაზია ლაპარაკი თუ რაღაცა რეალურად ხო უნდა შევხედოთ კი არის რაღაც მომენტები შეიძლება ჩვენს დაუშვებს შეცდომას თუ არ არსებობს მაგრამ ისეთი შეცდომა არ დაგვიშვია რომ ამით ჩვენ ნაკრებს რა ქვია იმას შანსი დაუკარგეთ იმისა რომ მოვხედილიყავით ან ევროპაზე ან კიდევ მსოფლიოზე ეს არის ახლა პრინციპში რავი თუ დავაკმაყოფილო რა ქვია იმას სხვაგანაც გადავედი მაგრამ საერთოდ ძალიანად ხო და მაგას ზუსტად მაგაზია ლაპარაკი მაგრამ რეალურად აქ ვზივართ ლაპარაკობდა მე ისეთ რაღაცებს დაწეს ზოგიერთები თუ რა ვიცით ვიღაცები ბატონ თემურ ეგ ისეთ საკითხია აი საქართველოში უკვე იცი რა არის და ხალხი მოყავთ უკვე მე-5 წრეზე მოყავთ ვიღაცებს რომ ერთი და იგივე ხალხს თუ რაღაც აგინებიონ ჩვენი დავიდა მაგაზე ვიძახი როგორც საქართველოში რამდენი წვრთნელია და თქვენ თქვათ ვინმე შეიძლება რამე ისეთი თქვას არ აგებთ პასუხს ისე ახლა ჩვენ აქ ვჯდომი ყველა ჩვენ სიტყვაზე ვაგებთ ახლა ვიღაც გასაგები ახლა ჟურნალისტია და ჩვენი კოლეგა ახლა მაგრამ საერთო ქვაბშიც ყველას ვერ მოვხარშავთ რა ამაზე არ მithქვია საერთოდ მაგრამ მე ვიძახი გასაგებია თქვენი არის ნუ არის ახლა კაცი მე ერთხელ იყო და იმაში რა ქვია ბაზაზე შევიკრიბე და ხო გვაქვს რაღაც პრესკონფერენცია კაცი მოდის ბაზაზე მოდის, თამაშის წინ მოდის, თამაშის მერე მოდის, პასუხს არ სვამს, იმას, კითხვას არ სვამს, თო. ბავშვი მთელი 3 წლის განმავლობაში და ისე საძაგლობებს წერს, თუ მე ვთხარი, შეკაი კაცო, თუ ამდენი რაღაცა ბოღმა გაქვს შენ იმაში, რა ქვია იმას, მითხარი, შემეკითხა, აგერ შენ წინზე ვარ, თო. რატო არ მეკითხები? არა, ნუ იქ არ მეკითხება რა. აი იყოს არ მეკითხება და იყოს თავის ბოღმაში, რა ვიცი.
ბატონ თემურ, მოგესალმებით და ვიდრე კითხვას დავსვავ, ჩვენი სახელით ბატონ ალექსანდრე ჩივაძეს დაბადების დღეს მიულოცავ, ის დღეს იუბილეარია და თქვენ ახსენეთ იგივე ის ახალგაზრდული ნაკრები, 19 წლამდე ნაკრები და განსაკუთრებით პრობლემურია ის გუნდი, რომლის ხელმძღვანელიც იყო ბატონი ვასილ მაისურაძე. დღეს ამ ფეხბურთელების უმეტესობა არის უგუნდოდ. როდესაც თქვენ საუბრობთ იგივე კლუბების ხელმძღვანელებთან, როგორ ფიქრობთ, რა არის მათი არგუმენტი, რატომ არ სურთ ამ წარმომადგენლებს და კლუბებს, რომ ეს ფეხბურთელები იყვნენ მათთან და მათთან ერთად გაიზარდონ? რა ვიცი, იცით რა არის, ჩვენ მაგათთან ვიჯექით და სიმართლე რომ გითხრათ, ვერც გავარკვია, რა უნდათ და ჯერეთი და მეუბნებოდნენ ის, რომ ისედაც თამაშობენ, ჩვენთან 5 კაცი გასულ. მოვთხარით თუ მაშინ თუ თამაშობენ, მაშინ პრობლემა არ არის. მაგრამ 5 კაცი თუ თამაშობს, ხო? ეს შეიძლება დღეს 5 კაცი ათამაშო. მაგრამ ხვალე შეიძლება არც ერთი არ ათამაშო, ხო? და როცა იქნება ეს უკვე დებულებაში ჩაწერილი და ეს უკვე უნდა ყავდეს, ხო? გინდა არ გინდა უნდა ათამაშო, გაიგე? იმაზე იყო ლაპარაკი აქ, თორე შეიძლება დღეს 11-ვე ახალგაზრდა ბავშვი ათამაშო, ხო? მაგრამ მეორე თამაში შეიძლება არც ერთი არ დააყენო. მაგრამ აი ჩაწერილი რო იქნება ეს წესდებულებაში და ეს უკვე ყველასთვის იქნება, ხო? ის უკვე სავალდებულო რო იქნება, ხო? იქ უკვე ის ვალდებული იქნება რომ ათამაშოს რა. და იქ ისე ითქვა რომ მაგრამ აქ არის ერთი რაღაცაც, ხო? არიან ის ფეხბურთელები რომლებიც ისეთ გუნდში თამაშობენ, ისინი ვერ ხვდებიან. ჩვენ გვაინტერესებს ის ფეხბურთელები. ისინი არიან ნიჭიერები და ისინი არიან რომლებიც ნაკრებს თამაშობენ. შეიძლება ეხლა სხვა რაიონის გუნდებს, ხო? იმიტომ ათამაშებენ ახალგაზრდებს თუ სხვა ფეხბურთელი აღარ აყავს და ურჩევნია რომ ვიღაც დააყენოს და იმას იმდენი პოტენციალი არ აქვს, რა პოტენციალი აქვს იმ ფეხბურთელს, რომელიც აი იგივე დინამოში იქნება თუ ზესტაფონში თუ რა ვიცი, ქუთაისში თუ რაღაც. ამ გუნდებზე არის ლაპარაკი, ხო? იქ ზიან სკამზე, კემაინც ან ვიღაცას ან გაანათხოვონ რომ ითამაშონ ან რაღაცა, ხო? იმიტომ აბა ეხლა სკამზე ჯდომით ფეხბურთელი ვერ გაიზრდება. ხო გეუბნებით, აგერ იგივე ავსტრიაში რო ვიყავ ეხლა ჩასული, ვნახე 30-წლიანებით, იქაც ძალიან ბევრი საინტერესო, თითქმის არც ერთი არ თამაშობს, 1-2-ის გარდა და 19-წლიანებით, რომლებიც სამწუხაროდ ვერ გავიდნენ, მაგრამ იქ თამაში კარგად ითამაშეს, შეიძლება ითქვას რომ ხანდახან არის ხოლმე რომ ცოტა ბედიც უნდა წალობდეს, ხანდახან არის ხოლმე რომ არ იმსახურებ წაგებას, მაგრამ თამაში წააგო, 17 წლიანები, ხო? იქ 17 წლიანებში ისეთი საინტერესო ბავშვები იყვნენ, ხო? იქიდანაც შეიძლება და მე რასაც უყურებ ახლა ამ ჩემპიონატს, ხო? იქიდანაც შეიძლება რომ ბავშვებმა ძირითადში ითამაშონ. ჩვენ მეთამაშეთ საფრანგეთის ნაკრებს და თამაშობდა ფეხბურთელი 18 წლის პოგბა და რა ქვია იმას ვარანი რეალ მადრიდში ძირითადში თამაშობს. ხალხობდა ჩვენ საქართველოს პირველობაზე არ ვათამაშეთ ფეხბურთელები და გვინდა რომ წავიდეთ და საფრანგეთს და ესპანეთს და იმეს მოუგოთ. რა არის რაღაც ლოგიკა ხო არის თუ ის ხო არ არის მარტო მინდა კაია ყველას უნდა რა. ანუ ბატონ თემურ თქვენ თulit რომ იგივე იმ გიორგი დევდარიანის შეგირდების წაგება კანონზომიერი იყო? არა, ეხლა არ ვიძახი რომ კანონზომიერი იყო, შეეძლოთ, ჰქონდათ ყველანაირი პოტენციალი რომ იქ მაგათ ჰქონდათ იმის შანსი რომ გასულიყვნენ რა. სამწუხაროდ ბოლო თამაშში ფრედს აწყობდა და არ ვიცი ალბათ ეხლა რა მოხდა ეხლა იქ, მაგრამ იმაზე არ არის ლაპარაკი, ჩვენ იქ გავალ თუ არ გავალ. ჩვენ ყველაზე მნიშვნელოვანი იმაზე უნდა ვილაპარაკოთ, რომ ამ ბავშვებს მიეცეს იმის საშუალება, რომ ითამაშონ საქართველოს პირველობად. ამაზეა ლაპარაკი. ის რო წავიდნენ ნახევარფინალში რო წავიდნენ მაისურაძის გუნდი, რომელი ბავშვი თამაშობს ერთ გამაგებინეთ ერთი საქართველოს პირველობას, ხა? რომელი ბავშვი თამაშობს ეს საქართველოს პირველობას? რომელი ბავშვი არის, რომელიც აი პირველ ლიგაში არის? ხო, პირველ ლიგაში არიან, ხო? ლოკომოტივში, ხო? მეორე ლიგა. ჩვენ ვლაპარაკობთ, რომ პირველი ლიგა, უმაღლესი ლიგა არის სუსტი და ახლა პირველი ლიგა საერთოდ ხო უფრო დაბალი დონე არ არის. როგორ უნდა გაიზარდოს ეს ბავშვი? აქ რაღაცნაირად სხვანაირი ისიც შეიძლება შენთან არ თამაშობს, ვიღაცას ათხოვო, ხო? როგორც უცხო ქვეყნებში ხდება, იცი რა არის? შენთან არ თამაშობს, ვიღაცას შეიძლება გაანათხოვო, რომ რაღაც იმით რომ თუ მოგეწონება მე იყიდო, ანკიდო, ვიღაცამ სხვამ დაინახოს, სხვამ დაინტერესდეს, ამათ გონიათ რომ ამ ბავშვების გაგზავნით, რა ქვია იმას, რაღაც გასინჯვებზე ერთი კვირით, 10 დღით, 2 კვირით, ანკიდო სკამზე ჯდომით ვიღაცა გაიზრდება და არა, იკარგებიან ეს ბავშვები. აი ეგ არის ყველა. აი მიდის 17 წლამდე, მიდის 19 წლამდე და მე უკვე აღარ მიდის. ის 20 წლამდე, ხო, ეხლა ისეთ ქვეჯგუფში არიან, თითქოს და რაღაცნაირად შეგრძნობა მქონდა, რომ მეთქი ალბათ შეიძლება რაღაცა მეთქი თუ გათამაშეთ. წამოიდგინეთ ეხლა სასაჩივაძეს კონდეს იმის საშუალება, რომ აირჩიოს ეხლა ყველა გუნდიდან 2-2 ითამაშებს ძირითადში, ეს იქნება 24 ფეხბურთელი, პლუს ამას დაემატება, რომ კიდევ 2 უნდა ყავდეს სკამზე, რა ვიცი რა ხდება. 50 ფეხბურთელიდან ურჩევს, არჩევა
20 კაცის უფრო ადვილი არ იქნება მაგისთვის? თანაც ფეხბურთელები რომლებიც უკვე ითამაშებენ, ის კი არა რომ მარტო გუნდთან ივარჯიშებენ რა. და ბოლოს გადაწყვეტეს რომ ეს არ აწყვეტ. ალბათ აქ არ არის იმაზე რომ უცხოეთში დათამაშოთ. იქ UEFA-ზე ხო, რამდენიც გინდა იმდენად გვინდა ყველა უცხოელი ათამაში, მაგაზე არა, ჩვენ ვიძახით საქართველოს პირველობა, ჩვენ არ გვითქვია რომ იქ UEFA-ზეც რო ითამაშოს. აქ ვიძახით ჩვენ საქართველოს პირველობა და საქართველოს პირველობაზე თუ არ არის, არ აქვს ფეხბურთელს 21 წლის ფეხბურთელს საქართველოს პირველობა რო ითამაშოს, ხო? იმისგან რას უნდა ველოდებოდეთ, გამაგებინეთ. ხო, ლოგიკურად ხომ უნდა ვილაპარაკოთ. როცა ვხედავ ჩვენ რომ საფრანგეთის ნაკრებში ქვეყანა ამხელა დონის ქვეყანა ყავს ფეხბურთელი აქ ქვია 19 და 18 წლის ფეხბურთელი რომელიც რეალ მადრიდში და იმაში რა ქვია იუვენტუსში და საფრანგეთის ნაკრებში ძირითადად შემადგენლობაში თამაშობს, ხო? თუ ისინი ენდობიან, ჩვენ რატო არ ვენდობით? ბატონ თემურ, ერთი კითხვა მექნება, რომელიც ასევე ძალიან აქტუალური იყო წინა კვირას და სასიამოვნო რომ თქვენი პასუხით საკმაოდ დროული და კარგი იყო, როდესაც თქვენ განაცხადეთ საუბარი ლევან კობიაშვილს შეეხება, თქვენ თქვით რომ მას ძალიან დიდი ღვაწლი აქვს საქართველოს ნაკრებში და აუცილებლად, როდესაც ჩვენთვის გახდა, ან თქვენთვის ცნობილი რომ ის ტოვებდა ნაკრებს, აუცილებლად ერთ-ერთ თამაში მისცემდით საშუალებას, რომ ის ოფიციალურად ისე დაემშვიდობოს თავის გულშემატკივარს, როგორც მან დაიმსახურა თავისი კარიერით. მაგრამ რეალურად აი რახამ გულახდილი საუბარია, რა მოხდა რეალურად, აი რატომ დარჩა კობიაშვილი ასე რეალურად გულნათკენი, როგორც თავად აცხადებს და რატო გძნობს თავს ასე ვთქვათ ლევანი დაუფასებლად. აი თქვენი განმოსახედი. ნუ არ ამგონია ხა ლევანი დაუფასებლად გძნობს თავს კაცს, რომელიც რეკორდსმენია ნაკრებში მონაწილეობით, კაცმა რომელიც 100 თამაში ითამაშა, მე მგონია არ უნდა გძნობდეს გულნაწყენად და ახლა და რაც შეეხება ახლა იმას, რომ მე გავიგე და მე ამას კიდევ მოყვა რაღაც სხვა ლაპარაკები ისიც, რომ იცი რა არის, აი უცებ ეგრევე რაღაცა რომ მოხდება, ხო, ეგრევე ეტაკებიან ფედერაციას, ეტაკებიან საქართველოს ნაკრების თუნდაც თუ. ახლა იცი რა არის, რომ სანამ ეს Facebook-ში დაწერდა, რომ მივდივარ, რომ ჩვენ მე ღამე არ დამესიზმრებოდა, გაიგე და მაგის წინა ღამეს განცხადებას არ გავაკეთებდი, რომ კობიაშვილს გავუკეთებთ, სასურველი იქნება თუ გაკეთება, რომ წავიდეს საქართველოს ნაკრებიდან, როგორც მაგას ეკუთვნის რა. ეხლა ჩვენ შეიძლება არ ვიძახებდით ნაკრებში, მაგრამ მე ხო უფლება არ მქონდა, რომ მე თქვა სანამ მაგი არ იტყოდა, რომ მივდივარ ნაკრებიდან, რომ მე თქვა იტყობის იცი რა არის, გავაცილებთ რა. ვერ გავიგე. იქნებ რა ვიცი, მე შეიძლება დღეს ვარ, შეიძლება ხვალე აღარ ვიყო და ვიღაც სხვა მოვიდეს, იმან თქვა, რომ მე მინდა კობიაშვილი და ითამაშოს რა. მე ხო არ ვიტყოდი. და უცებ რაღაცნაირად ვერ გავიგე იმას, რომ ჩვენ რა უნდა გავუკეთებინა, ან მე, ან ფედერაციას, რომ თითქოს და განაწყენებული, მაგრამ აქ უკვე მოდაში შევიდა ხო ეს ყველაფერი, რომ უბრალოდ საუბარია თქვენც გქონდათ თუ არა, აი ამ ხნის განმავლობაში მასთან არა, ნუ ეხლა მე იცი რა, მე ბევრჯერ მithქვია და მე ჩემთვის ძალიან ძნელი გადაწყვეტილება იყო, რა გადაწყვეტილებაც მივიღე, ხო? მაგრამ ეს გადაწყვეტილება იმიტომ კი არ მიმიღია, რომ მე კობისთან რამე პრეტენზია მქონდა, რამე პრობლემა მქონდა, ან კიდო ჩემზე უფრო მეტ თამაში თამაშობდა და ამიტომ მინდოდა გამეჩერებინა, ან კიდო ჩემზე უფრო მეტ გოლს გაიტანდა ნაკრებში და გამეჩერ. ეს იცი რა არის, რომ ჩვენ რო უკვე ახალ კონტრაქტს რო შემომთავაზეს, ხო? მან უკვე ლაპარაკი იყო იმაზე, იმის რაც ჩვენ დავინახეთ, რომ ჩვენი ქვეჯგუფი, რა ქვეჯგუფში მოვხდით, ხო? ნუ ლოგიკურად თუ ვლაპარაკობთ და თუ გვინდა რომ გულახდილები ვიყოთ, ხო? ხო, ძალიან ძნელია, ხო, ამ ქვეჯგუფიდან მიაღწიო იმას, რომ გახვიდე მომავალ ეტაპზე, ხო? ამაში ყველა მეთანხმებით, ხო? ვაბი, შეიძლება არ მეთანხმებით, რა, რაღაც ისე იმასებით, რომ თითქოს და დაფიქრდით სავით, რა. ნუ ეს იმას არ ნიშნავს, რომ როგორც ბევრმა თქვენთაგანმა ზოგიერთებმა თქვა, რომ აუ, რა ვქნათ, არ ვითამაშოთ, ხო? არა, ნუ გამოვალ ვითამაშოთ. ეგ არ არის. იცი რა არის, რომ შენ თუ რაღაცას გინდა არა რაღაცას თუ გინდა მიაღწიო, ხო? ის ვისაც რაღაცისთვის მიღწეულია, ხო, ის უნდა დააფასო, ხო? ჩვენ არა ვართ მიჩვეული იმას, რომ ვის რაღაცა მიაღწია, ხო, ის დავაფასოთ. ჩვენ გვინდა რომ არა კაცო, ჩვენ ყველაზე მაგი ჩვენ ქართველები ვართ, ჩვენ ყველაზე მაგრები ვართ. არ არის ესე. ჩვენზე უკეთესებიც არიან და უკეთესებიც არიან, ხო? და რაც შეეხება კობიაშვილი, რომ გაკეთა ეს პროგრამა, რომ თქვით, ჩემი ინიციატივით, მეთქი ვეცდებით, რომ შევქმნათ ისეთი გუნდი, მივცეთ იმ ფეხბურთელებს საშუალება ითამაშოს, რომლებიც უკვე იმ მომავალ ეტაპზეც გამოგვადგება რა. ეხლა რო ვფიქრობ, ეხლა ღმერთმა ქნასო კობიაშვილმა ითამაშოს 40 წლამდე, მაგრამ ეხლა ლოგიკური და იმიდან გამომდინარე, ხო? მეთქი ძალიან გამიჭირდა პირდაპირ გეუბნებით, რომ ტელეფონი ამეღო და დამენეკა და მეთქვა, კობი, აი ესეთ რაღაცა გადავწყვიტე რა. და სიმართლე გითხრათ,
ვიფიქრე რომ იცი რა არის ახლა სანამ ეს ოფიციალურები დაიწყება ხო მეთქი ამხანაგური თამაშები რო არის ხო მეთქი რა ქვია იმას არ გამოვიძახებ მეთქი რა მეთქი მიხვდეს მეთქი რა და თვითონ მიიღოს მეთქი ეს გადაწყვეტილება რომ ჩემთვისაც ადვილი იყოს გაიგე მე ვიძახი კაცზე რომელიც არის 35 წლის და ღმერთ მაგნას კიდე 50 წამდე ათამაშოს მაგრამ ხო იცი რა არის იმის ფიქრით რომ გაიგე რომ მე ვეუბნები ფედერაციას აი ეს არის პროგრამა აი ესე უნდა წავიდეთ აი ეს უნდა გავაკეთოთ გაიგე ხა მე მისულიყავი მე იცი რა არის და გამომიძახე ეს ხა ის ფედერაციის ხელმძღვანელი არ მეტყო და შეკაიგაცო აქ იძახი რომ რა ქვია იმას 4 წლიანი იმაზე გავაკეთოთ რა ქვია იმას პროგრამა და შენ კიდე მოკავს ის ხალხი შეიძლება ნუ ჩემი ფიქრით ხა მე ვფიქრობ 35 კაცი შეიძლება ეხლა ითამაშოს შეიძლება მომავალწეს დაანებოს შეიძლება მომავალწეს დაანებოს მაგრამ მე რა თმინდა ეს ამ იმაში რო ყოფილიყავი მეთქი ჯობია მეთქი რომ სხვა ბიჭებსაც მივცეს შანსი მეც ვიყავი ფეხბურთელი თქვენ კაი ხალხო აქ ორი თამაში ქონდა ირლანდიასთან და იმასთან რა ქვია უნგრეთთან ირლანდიასთან მე რო წავაგეთ პირველი თამაში შევედი მეოთხე საშა დიდი მადლობა 34 წლისა ვარ დავკარგეთ უკვე იმის შანსი რომ ვერ გავიდოდით რა ქვია იმას ის ბოლო ის თამაში იყო ნუ იქ წდებოდა ნუ რამე შანსი გვექნებოდა არა და მეთქი არ დაულოდებული ვარ იმ მეორე თამაშთან იმიტომ რომ არც მიფიქრია ხა რომ იმიტომ დავრჩები რომ ეხლა კიდე რაღაცა ნუ მეთქი საშა დიდი მადლობა წავედი ნაკრებიდან და თქვენ იცით ყველაფერს კარგი წარმატებას და ყველა რო გავედი ისე საშამ ჩაკეტა კარები არ გადაიფიქროს არ მოტრიალდეს უკავ არა ნუ დგება მომენტი ხო და ზუსტად ეხლა მე ხო გეუბნები ის იმდენ დონეზე გამიჭირდა ამის თქმა ბიჭებისთვის ხო მეთქი ეგეთი რაღაც გავაკეთე მე ბოლოს ხო უკვე ამას უკვე ის არ მოყვა ნუ რაღაც ისა მე უკვე ვიწყებოდა ისა ოფიციალური თამაშები და დაურეკე იაშკამ მიპასუხა და იაშკას უთხარი იაშკა ესე მეთქი რა მიჭირს რომ ამას გეუბნები მაგრამ ნუ რა ვქნა მეთქი რა ნუ მიმინდა რომ რაღაცა წინ გავიხედოთ რაღაცა მომავლისკენ რაღაცა და მეთქი დიდი ბოდიში მაგრამ უნდა ეს არის ჩემი გადაწყვეტილება მეთქი ნუ იაშკამ არა კაცო რაზეა ლაპარაკი ჩვენ ყველანაირად რაღაცა ნუ ჩვენი გავუგეთ რაღაცა ნუ კობიმ დაურეკე არ მიპასუხა ნუ ეხლა დაურეკე ხო ნახავდა ჩემ ტელეფონზე ეხლა ალბათ ეხლა ერთმანეთში ილაპარაკეს და შეიძლება ეწყინა შეიძლება ისა მაგრამ იცი რა არის ხანდახან კი არა მე უმეტეს შემთხვევაში ისეთი რაღაცების გადაწყვეტილების მიღება მიწევს ხო არც მე მსიამოვნებს მაგრამ მე მინდა რომ მე ვარ ნაკრების წილი და მე ხო უნდა ვიფიქრო რაღაც მომავალზე ხო და სამწუხაროდ ხო იგივე იაშკა იგივე კობე არ არის ქართული ფეხბურთის მომავალი ხო ამაში მაინც ხო დამეთანხმებით ვიშე მომავალი თუ თქვენ გონიათ რომ მართლა 1 წელიწადი და 2 წელიწადი ეგ არ არის საქართველოს აქ კიდო რა ვიცი ალბათ 1000 წლეული მომავალი კიდო რაღაცა გაიგე ამ მიმიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ რომ ეს გავუკეთებინა და ეხლა არ მგონია ხო ჩვენ ეხლა რაღაცა და დანარჩენი ეხლა ნაწყენი რა ეხლა მე ვერ მაგრამ ბოლოს ეხლა უკვე მოდაში შევიდა ეს რომ ვისაც უნდა ეხლა გამოდის და იმას ნაკრებს აგინებს ფედერაციას აგინებს ყველას აგინებს და ნუ რა ვიცი რა და ეგ არის მთელი ჩემი ისა დანარჩენი ეხლა რა თუ არის ეხლა იმის საშუალება ნუ ფედერაცია გამოვიდა თქვა რომ ესე და ესეო რა ისა მაგრამ ეხლა იცი რა არის ყველა მითამაშეთ ერთ რაღაცას ვიტყვი მეც ვიყავი ნაკრებისთან მე ფეხბურთელი ხო ვითამაშე მე ვარ უღრმესად მადლობელი რომ ნაკრებში მომიწია თამაში იმიტომ რომ ნაკრები დამეხმარა იმაში რომ მე იმისთვის მიმეღწია რასაც მივაღწია რა აქ დასამადლებელი არაფერი არ არის ნაკრებისთვის ეს ჩვენი ვალია ეს არ არის მინდა არ მინდა ეს არის უნდა აქ მორჩა ამაზე ლაპარაკი ის არ არის რომ მე მინდა ჩამოვალ მე არ მინდა არ ჩამოვალ ეს არის ჩვენი ვალი, ეს არის ყველაზე პატარა რაღაცის გაკეთება შეგვიძლია, ჩვენ რომ ჩამოვიდეს სამწუხაროდ ეგეც პრობლემა არის. ბევრჯერ ყოფილა ესეთი ვარიანტები, რომ ხალხი რო ჩამოიყვანო, უნდა ეხვეწო რა. არის ეგ პრობლემები ხალხო. იყო და არის და ალბათ მეფმაქნასო აღარ იყოს მომავალში, ხო? მაგრამ ერთ რაღაცას ვიტყვით. აქ დასაყედრებელი ის კი არა გვაქვს, რომ ჩვენ ვითამაშეთ და ვიღაცა იმის ვალდებულია, რომ ჩვენ რაღაც გავიგეთ. არავინ არაფრის ვალდებული არ არის ხალხო. ჩვენ ვართ პირიქით მადლიერები რომ მოგვიწია იმის შანსი რომ ვითამაშეთ ნაკრებში და ამან მთელი ჩვენი ცხოვრება აგვიწყო. აი ეს არის. მეტი კი არაფერი. და ეხლა იმაზე ლაპარაკი რომ ღირსი არის, არ არის ღირსი? კობი ერთადერთი ის პიროვნება არის მართლა ბევრი რაღაცის ღირსია რომ და თუ ეს გაკეთება ძალიან კარგი. დანარჩენი ეხლა სხვანაირად მე ვერ ავხსნი ამას. მოგესალმებით ბატონო თებურ მივესალმებით ტელემაყურებელს. თქვენ თვითონ ბრძანეთ ერთი სერიოზული პრობლემა, რომელიც ჩვენ ნაკრების ფეხბურთელებს აქვთ. ძალიან ფაქტურად 2-3 კაცის გარდა
რითაც შემადგენლობაში ადგილი გარანტირებული არავის არ აქვს თავის კლუბში. აი 2-3 კაცი მხოლოდ და ეს ავტომატურად აისახება უარყოფითად ნაკრების თამაშებზე და აი აქვე მინდა კითხოთ სამწუხაროდ უკვე მე ამდენი წელია ნაკრებში დგას სერიოზულად თავდასხმელის პრობლემა. გოლის განდნა თავდასხმელს გულისხმობ. სამწუხაროდ, აი შოთა არვაძეს მე არ გამოჩნდა ქართულ ფეხბურთში ფეხბურთელი, ვინც აი ამ პრობლემას მოაგვარებდა. და კიდევ ერთი შეიძლება საკამათო თემა იყოს, მაგრამ ჩვენ ნაკრებს განსხვავებით თქვენი ფორმატ, თუცა თქვენ თამაშობთ განსხვავებით იმ ნაკრებისაგან, მოედანზე არ აყავს მწვრთნელი, ანუ ლიდერს გულისხმობ რა. აი ხო მიხსოვს რას ვიძახი. მწვრთნელი, თქვენ თავარი მწვრთნელი ძანდეთ, მაგრამ მწვრთნელის ფუნქციების რომ უნდა იყოს ფეხბურთელი მოედანზე, რომელიც ყოჩი თუ კიდე ყოჩის როლს შეასრულებს რა. ნუ ახლა მაგ იმაზე მე ის გითხარი ზუსტად რომ აი იმ ბოლო წუთზე საფრანგეთის ნაკრებთან მან თუ იქ უნდა ვიღაცა უნდა დაეყვირა, უნდა ვიღაცისთვის და ცოტა რაღაცა ისა ხო? მაგას გეთახმება, ბევრჯერ მithქვია მაგისა, მაგრამ იცი რა არის თუ იმასაც გავითვალისწინებთ, ეხლა ჩვენთან გუნდში არის ძალიან ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი რა. რომლებიც ჯერ ახლა თვითონ თავიანთ გუნდებში ცდილობენ რომ დაამტკიცონ რომ იქ ღირსები არიან რომ ითამაშონ, ხო? ხო არის ეგეთი ფეხბურთელები. თქვენი თქმის არ იყოს რომ ზოგი თამაშობს, ზოგი არ თამაშობს, პრობლემები ძალიან ბევრია. პრობლემები ძალიან ბევრია და მე იმიტომ ვიძახი და მე იმიტომ მიხარი ამ ბიჭების და მე მაყოფილი ვარ იმით რომ იცი რა არის ამ ხელა პრობლემებისგან გამომდინარე, ხო? კიდო რომ ღირსეულად გამოდიან და ნუ ბრძოლობენ და ყველაფერს დებენ იმისათვის თამაში მომიგოთ. კი, ხარვეზები არის, ნუ იქნება ხარვეზები, როცა ამდენი პრობლემები გააქვს. ხარვეზები შეიძლება ჩვენც აგვაქვს, იცი რა არის ახლა 23 კაცი ყავს გუნდში. 23-ს ვერ ათამაშებ, ხო? იქ რაღაც არჩევანს აკეთებ, მაგრამ ახლა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ხო? ახლა თვითონის გუნდში მინდორზე ლიდერობა, ხო? ახლა ერთი წუთით ახლა ვიღაცას არ შევარბენიებ, არ შეუშვებ, ახლა რა ქვია ვიღაცა ვინც იყო, რა ქვია იმას ჩვენ დროს თამაშის დროს და რაღაცა, ხო? და რაღაცა თქვას და იქ თვითონი ერთმანეთში უნდა იმას და სულ მაგაზე გვაქვს ლაპარაკი, იქ ვარდიზეს იქნებოდა იმაზე, ერთმანეთის კარნახი, ერთმანეთის დახმარება, ეგ არის. აი ზუსტად აი თქვენი თქმის არ იყოს. ეგრო ყოფილიყო, იქ ვიღაცა უცებ იქ გამოვარდნილი იყო, ვიღაცისთვის დაეკვირა, ვიღაცისთვის რაღაცა. ხო, შეიძლება იქ გოლი ჩვენ არ გაგვიშვა რა და მე არავინ არ იცის, მე მეორე ტაიმში როგორ წავიდოდა თამაში რა. მაგრამ ნუ ალბათ ამაზეც გვიწევს და ნუ ეგეც უნდა გამოსწორდეს, მაგრამ ნუ ახლა კიდევ ერთხელ ვიმეორებ და თქვენი თქმის არ იყოს, არის ფეხბურთელები, რომლებიც თავიანთ გუნდებში არ თამაშობენ რა. ახლა თავიანთ გუნდებში შეიძლება იცი რა არის, ხანდახან არის ხოლმე რომ შეიძლება იყო რეალ მადრიდში, ბარსელონაში და ისეთ გუნდებში არ ითამაშო, მაგრამ ახლა ისიც თუ გასათვალისწინებელია, რომ რა ქვია იმას, ყავს ფეხბურთელები, რომლებიც ახლა თვითონ ამ ევროპის ტურნირებზეც არ მონაწილეობენ, იქაც აღარ გვიწევს თამაში, ხო? და ეს ხო არის რაღაც ძალიან კარგი იმის, რა ქვია იმას, დახმარების საშუალება იმისათვის, რომ როგორც ფეხბურთელი გაიზარდო. იმიტომ რომ ჩემპიონატიდან მოდიხარ ისეთ გუნდში თამაშობ, რომელიც სულ რაღაც გავარდნაზე, დარჩენაზე ფიქრობ, სამწუხაროა ისიც, მაგრამ შეიძლება მოგვიწიოს ისეც, რომ ძალიან ბევრი გუნდი იქ უკრაინაში და იქ რუსეთში გავარდეს უმაღლეს იგიდან და შეიძლება უკვე უმაღლეს ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელებიც დაგვაკდეს, რა ქვია, საქართველოს ნაკრებში მომავლისთვის რა. ეგეც სამწუხაროა, ხო? ხო და მაგრამ ახლა ნუ რას ვიზამთ, ხო, მაგიტომ ვიძახით ზუსტად, მაგიტომ არის 3 წელიწადია ვყვირივად, მიეცით, გააკეთეთ რაღაცა. კაი, გვაკრიტიკეთ, მაგრამ სხვაებიც აკრიტიკეთ, ვინც მართლა ამის გაკეთება შეუძლიათ, ვინც მართლა ამის რაღაცისა თუ აქ არის კატასტროფული მდგომარეობა და ბავშვები მიდიან თავის ტალანტით, თავის იმით იქამდე, მე იმის იქით არავინ რომ ვიღაცა რაღაცას უფრო მეც რაღაცას მიცემს. კი, 1 2 3, როცა ამხელა ამბიციები რო გაქვს, ხო, იქ აღარ კმარად. იქ არ არის ეს საკმარისი თუ და ერთადერთი ის პრობლემა არის, ხო, ის ახალგაზრდები რო იზრდებიან რაღაცა, ხო, იმას უნდა თუ არ მიეცე იმის თამაშის საშუალება თუ ძალიან ძელი იქნება. 21 წლის ბიჭი საქართველოს პირველობას არ თამაშობს და ჩვენ გვინდა რომ ეს 21 წლის ბიჭი მოიყვანოთ საქართველოს პირველ ნაკრებში და გავიდეთ საფრანგეთი, ესპანეთი, ვინც არ უნდა იყოს და ამათ დაუპირისპირდეთ რომ ამათ მოუგოთ. როგორ არის ეს, რა ქვია იმას, საერთოდ ჯდება იმაში, რა ლოგიკაში, არ ჯდება რა. ბატონ თემურ, როდესაც თქვენ საუბრობთ ლიდერის პრობლემაზე საქართველოს ნაკრებში, გულშემატკივარს ბოლო პერიოდში აქვს უამრავი კითხვა კაპიტანთან დაკავშირებით. მე მაინტერესებს თქვენი პოზიცია იგივე გურამ კაშიასთან მიმართებაში, როდესაც ის არის ვიტესის კაპიტანი, რატომ არ ანდეთ არც ერთ შეხვედრაში მას თუნდაც ეს ლიდერის ფუნქცია? იყო. კი, მაგრამ აი ბოლო პერიოდში მაინც
კაპიტანი, ну ეხლა ამისულაშვილი არის კაპიტანი, კანკავა იყო კაპიტანი, კანკავას არ ქონდა იმის თამაშის საშუალება. დავნიშნეთ ისა რა ქვია იმას, მივეცით ამისულაშვილს, ამისულაშვილი ერთი თამაში არ იყო, კაშიაც იყო გუნდის კაპიტანი. არა, ეხლა იმიტომ კი არ ლიდერს ვლაპარაკობ, ეს იმას არნიშნავს, მაინდა-მაინც ლენტა უნდა ეკეთოს. ლიდერი ლენტით კი არ არის მარტო ლიდერი. ლიდერი გუნდში რაც უფრო მეტი ლიდერი ყავს, ის მით უფრო უკეთესია. კაპიტანი კი, რა თქმა უნდა, იმას უფრო მეტი პასუხისმგებლობა მოითხოვა მინდორზე, მაგრამ აქ უკვე აგვიძახით, რომ ჩვენ გვინდა რომ ყველა ლიდერი იყოს, ყველა ის იყოს, რა ქვია, წამყვანი და ყველას რაღაც ის ეთქმოდეს რა. ეხლა რა კი მე მიხარია რომ კაშია კარგად გამოდის, რა ქვია იმას ვიტესში და გუნდის კაპიტანია და მე მიხარია რომ თითქმის ყველა თამაშზე კარგად თამაშობს და გოლებიც გააქვს. ეხლა ესეთი ის გვინდა, ჩვენ ესეთ დონეზე წავიდნენ ჩვენი ფეხბურთელები და იქ ითამაშონ რა. ევროპის დონეზე და იქ გუნდები რომლებიც ჩემპიონობაზე იბრძვიან, გუნდები რომლებიც UEFA-ს თამაშებს თამაშობენ, იმიტომ რომ ეს არის რო გზდის როგორც ფეხბურთელს. აბა იქ მარტო ეხლა სულ იმაზე ფიქრი რომ გავარდები, დარჩები, ხო ის დაანძნელია რომ იქ ფეხბურთელი გაიზარდოს იქ. და ჩვენ ამ სამ წელიწადში ბევრ ფეხბურთელს ნაკრებში რო ითამაშეს, იქ ბევრი სხვა კაი გუნდები დაინტერესდნენ. მაგრამ ისინი ჯერ კიდევ იქ არ არიან, ну განათხოვრებით არიან, სხვას ეკუთვნიან და სხვაგან არიან განათხოვრებული და ესე. ვახო. პირველ რიგში მოგესალმებით, თქვენ თვითონაც აღნიშნეთ და ეს მართლაც ასეა, დასამალი არ არის, ყველა კარგად ხედავთ, რომ არჩევანი რეალურად ძალიან მწირია, კიდევ უფრო მწირია ისეთი ფეხბურთელების არჩევანი, რომლებიც ძირითადად უკვე თამაშობენ და თავენ კლუბებში ფეხი მოკიდებული აქვთ. საერთაშორისო და თუნდაც ქართული პრეცედენტებიდან არაერთი ყოფილა, როდესაც ფეხბურთელი რაღაც ტრანსფერს აკეთებს, ან სხვა გუნდში გადადის, ეკითხება ნაკრების მთავარწვრთნელს უღირს ან თუ არ უღირს. ბევრი ფეხბურთელი ყოფილა, ყოველ შემთხვევაში საერთაშორისო დონეზე მოთამაშე, რომელმაც იმის გამო რომ სათამაშო პრაქტიკა ქონოდა, რანგი თქვათ, უხეშად ვთქვათ, დაბალ რანგის გუნდში გადასული იყოს, იმის გამო რომ სათამაშო ფორმა შეინარჩუნებინოს. აი თქვენ თუ გაქვთ ამ სახის კომუნიკაციები, თქვათ, უკანასკნელ პერიოდში, რომ თქვენც აღნიშნეთ რამდენიმე ფეხბურთელის სახით. დიახ, რჩევის სახით. კი, მე მქონია ბევრ ფეხბურთელთან. ნუ ყველასთან შეიძლება ვერ ვიტყვი რომ ყველასთან, მაგრამ ბევრს დაურეკია, ბევრისთვისაც დამერეკია და მქონია ჩვენ მაგაზე ლაპარაკი. მაგრამ იცით რა არის ეხლა ნუ დაუშვათ თქვა აგერ ჩვენი კობახიძეზე და იმაზე რა ქვია კანკავაზე, ხო? ნუ ეხლა ერთი მხრივად ისი რა არის, თამაშობ იმაში რა ქვია და უცებ კრივბაში და უცებ უნდა ხარ ისე შენ გუნდს რომელიც ჩემპიონობაზე იბრძვის, ან კიდო ჩემპიონთა ლიგის იმაზე მოხდეს, ხო? რანაირი 1% შანსი მაინც რომ კონდეს რომ აი შეიძლება ითამაშო, ხო? ნუ გინდა არ გინდა რა ქვია იმას, მაინც იმ გადაწყვეტილებას მიიღო რომ წახვიდე დნებში, რომ იქ შეიძლება მოგეცეს იმის შანსი გამოხვალ და ითამაშო, ხო? ეხლა რო ვკითხო, შეიძლება მითხრას რომ მერჩივნა რომ იქ დარჩენილიყავიო, ხო? იმიტომ რომ რაც უფრო მეც ითამაშებ, უფრო უკეთესია, იმიტომ რომ სათამაშო პრაქტიკაც გაქვს და უფრო საინტერესოა, იმიტომ რომ ეხლა მე არ ამგონია, ახლა ფეხბურთელი არის ისეთი, რომელსაც არ აინტერესებს ითამაშოს და არ ითამაშოს, ოღონდ ფული აიღოს და არ საინტერესებს ითამაშოს არა. მქონდა ისეთი მე სხვებთანაც მქონდა. მე ჯანოსთანაც მქონდა ლაპარაკი. მე ვთქარი ჯანშვილო. ბოლო ხო უნდა გადასწრეს, ან იქით ან აქეთ. კაი სპარტაკი კაია, მოსკოვი კაია, ყველაფერი, მაგრამ შენ ხო გინდა რომ ფეხბურთი ითამაშო. აქ უკვე 5 წლის განმავლობაში 10 ტრენერი წელი გამოიცვალა, რაღაც ისა, სულ ერთი და იგივე პრობლემაა. ხო უნდა მიხედო შენ თავს, ხო უნდა წახვიდეს ამდე, ხო უნდა ითამაშო. იმიტომ რომ სკამზეს დომით ფეხბურთელი არ გაიზრდება. ფეხბურთელი იზრდება თამაში, მით უმეტე ჯანოსნაირი ფეხბურთელი. ეგეთი ტალანტი, ეგეთი ისა, ხო? ძალიან იშვიათია, არა მარტო საქართველოს, საერთოდ სოფლიო ფეხბურთში, ხო? მაგრამ ეგეთ სამწუხარო ის არის, იცით რა არის, აი ჩვენ ყავს კატეგორია ფეხბურთელების, ხო? ბურთან, ну რა ვიცი რა. აი ერთ მონაკვეთში ბურთს არ დაგანახებს, მაგრამ დღეს არ არის ეგ ფეხბურთი თო. ერთ კვადრატულ მონაკვეთში რომ ვიტრიალო. ზიდანი 31 წლის იყო რეალ მადრიდიდან წავიდა ფეხბურთს დაანება თავი, იმიტომ რომ სერბილი აღარ შეეძლო. ხა მეც აღარ ვთამაშობ, იმიტომ რომ სერბილი აღარ შემეძლია. აბა ხა თუ სიარული თამაში არის, ხო? ხა არავის ნაკლებად არ გავაჩერებ, არ დავარტყამ და არ მოვატყუებ და არ იმან, აღარ არის უკვე ეს თუ. დღეს არის ის ფეხბურთი, რაც თქვენ ნახეთ 17-18 წლის ფეხბურთელი, რომ ამ ხელაზე 2 მეტრაზე რო ხდება და ისე მიდის, რა ქვია იმას, წინ და უკან დარბის, ხო, ეგ არის ფეხბურთი, აბა რა გონი ჩვენ გვყავს ის კატეგორია ფეხბურთელები, იცი რა არის? ბურთი მომეცი, მე რაღაცას
ვიმატავებ, დავკარგავ, მე გავჩერდები შენ ირბინე, მომეციმე და ამათმა უნდა ირბინონ. ვიღაცებს უნდა აძლიონ ბურთი, რომ იმათმა თავის ხოში გაისტორნოს. ეგრე სად არის? დღევანდელი ფეხბურთი არის წინ და უკან სირბილი. იმაზეც მინდა, ლაბა, ისეთ ფეხბურთს ვათამაშოთ, რა ფეხბურთს ვათამაშოთ? დღევანდელი ფეხბურთი ესეთია. მე მინდა დაიკარგა ბურთი, ყველა დაცვაში ვეხმარებით. შენ ახლა თუ დაცვაში ახერხებ დახმარებას და თუ წინ ვერ მიდიხარ, ხო? მე ჩვენ არავისთვის არ დაგვიშლია, შვილო, წადი წინ და შეუტიე, გაიკეცი, მაგრამ დაიკარგა, ნება იბოძე და ჩამოდი უკან აიყვანე შენი კაცი. რა შენ თუ იმის თავი არ აგაკრო, იქითაც გაიქცე და აქით გამოიქცე, ხო? ალბათ ერთ რაღაცას დაირჩევ, ან უკან დარჩები, წინ ვეღარ დარჩები, იმიტომ რომ იქიდან დაგიყვირებ და გინდა არ გინდა ჩამოგიყვან უკან, გაიგე? ეგრეა, აბა როგორ გინდა? დღევანდელი ფეხბურთი არის სირბილი და ხალხი დარბის 15 კილომეტრს საქართველოს პირველობაზე, ალბათ რომ გასინჯო, ხო? აღარ დარბიან 4 კილომეტრს და 3 კილომეტრ ნახევარზე მესტო. აი ეგ არის. ეხლა იქ იმაში ვიყავი. პრობლემა ეგეც არის, რომ ხალხს უყურებ, რა ვიცი მე. ან აწონმა ან რაღაც არის. იმდენი სულ რაღაც წონის პრობლემაც არის, ერთი ეს პრობლემა, წონის პრობლემა. სულ რაღაცა ყველა ცდილობს, რომ სულ სხვა იმით მიიქციოს ყურადღება. იმით კი არა ფეხბურთის თამაშით მინდორზე. სულ სხვა რაღაცით, რახე ხან ერთი გასებ, ხან ტატუაჟები სავსე აქ იმდენი, ერთი რახე წვერი იმხელა მოუშვია, მე მუჯაჰედინი მეგონა რა, მეთქი რომ ხა იმას იდგა რაზმინკას აკეთებდა და წვერს აესე ისტორებდა რა. მე მეთქი რა ხდება, ნუ აი ეგ არის ხალხო, წადით ნახეთ, დაელაპარაკეთ, პასუხი მოსთხოვეთ, რაღაც იმას ქენით და ის კი არა რომ იცი რა არის და გინდა არ გინდა ეხლა ესპანეთს და იმას მოუგეთო ხო? ეგ გინდა მოუგეთ, მაგრამ ეხლა მოგესალმებით პირველ რიგში ბატონო თემურ, აქვე ვადასტურებ თქვენ დამღმა პატივისცემას როგორც საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელისა და პირველ რიგში როგორც ფეხბურთელისადმი, რომლის თამაშებზეც ნუ პირადად ჩემი თავობა ესე ნელ-ნელა გაიზარდა. ისე დავბრუნდები კობიაშვილის თემას, ლევან კობიაშვილმა გააკეთა განცხადება Facebook-ით, შემდეგ უკვე მოყვა კახი კალოძის განცხადება და ასევე შემდეგ უკვე გააკეთა იგივე ალექსანდრე იაშვილმა, რომელსაც როგორც აღმოჩნდა თქვენ უკვე ელაპარაკეთ. როგორ ხო, მით უმეტეს ადრე. თქვენ როგორ ფიქრობთ, ხედავთ თუ არა დაუშვათ აი ამ განცხადებების უკან რაიმე ქვეტექსტებს? რატომ გაკეთა ეს განცხადებები მაინდა-მაინც ეხლა, მაგალითად წელიწად ნახევრის შემდეგ? შენებია პოლიტიკური იმას მისვავ რა კითხებს რა ფეხბურთიდან გადავედით პოლიტიკაში მაგრამ იმ პოლიტიკურ იმასაც გეტყვით რა იცი რა არის უკვე ამ ბოლო წლების განმავლობაში ხო სულ იმაზე მიდის ლაპარაკი გაიგე რომ აი ფედერაცია მე მგონი ამ ქვეყანაში ხო ყველას უნდა რომ ან იყოს საქართველოს პრეზიდენტი ან იყოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ეს არის ორი რომელზეც ყველა ოცნებობს რა მაგრამ ნუ ნაკრები ისეთი ხალხია ისეთი იმით მოდის რა ქვია იმას იმდენად არა აიგე მაგრამ იცი რა არის თუ აქ ერთი კლანი იყო შეიძლება ისე ითქვას მანამდეც რომ აი ჩვენო არა ოფიციალურად არა წესი ჩატარდა ის არჩევნები რაღაცა იცი ერთ რაღაცას გეტყვით იცი ეხლა მაშინ უნდა მოვყვე ჩვენ 20 წლის წინანდელ ამბებსაც და აიქიდან გამოვიაროთ არც ერთი ის არ ჩატარებულა ძალიან ისეთი იმით რა ქვია იმას ხო და ეხლა იგივე ის პროცესები რო ჩადარდა შეკაიკაცო იცი რა არის რომ მე ის არ მომწონს იმ ხალხში რომ იცი რა არის აი წინათ არავინ არაფერს არ იძახოთ ეხლა რომ შეიცვალა სიტუაცია უცებ ეხლა გამოჩნდა ყველა თითქოს და ამ ხალხს ყველას აინტერესებდა ქართული ფეხბურთი იმალებოდნენ 15 წელიწადი არაფერს არ იძახოდნენ და ეხლა გამოჩნდა რომ ჩვენ ვართ ქართული ფეხბურთის დამლაგებლები მე ერთ რაღაცას გეტყვით მე ზვიადა სიჭინა მე ბევრჯერ მithქვია ეხლა გავიცანი 3 წლის უკან რა მანამდე ამ კაცის საერთოდ არ ვიცნობდი რა და ეხლაც იმათე რომ გითხრათ აქ ჩამოდივარ მასში ხვდები არც არანაირი ახლო ისა გვაქვს ზუსტად პროფესიონალური კაი მიდგომა ერთმანეთისადმი მე როგორც ვთელი როგორც ფეხბურთის ფედერაცია ის ცემს პატივს ჩემ საქმეს როგორც მე ვცემ პატივს მაგის საქმეს მე მაგის საქმეში არ ვერევი ჩემ საქმეში არ ერევა რა ხო და სიჭინავა რომ მოიყვანეს ხო მე მგონი რომ ეს ყველაზე კაი გადაწყვეტილება იყო ერთ-ერთი თუ რა ვიცი ხა თუ რა საერთოდ რამე იმ თავრობიდან რომლებიც მართლა მიიღეს რა კაცი არის შეიძლება ფეხბურთი არის აქ ზოგიერთებს გონია რომ მაინდა-მაინც საჭირო არის რომ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი იყოს ვიღაცა დიდი ფეხბურთელი რომ გაიხედოთ მთელი 200 რამდენი ფედერაცია არის მთელ მსოფლიოში ხო 10 15 20 მაქსიმუმ ფედერაციის პრეზიდენტი იყო შეიძლება ვიღაც ძველი ფეხბურთელი ისიც
აი ხო იცი როგორი ქვეყნები, აი ძველი კომუნისტური ქვეყნების დროინდელი ის დანარჩენ ნორმალურ ქვეყნებში არც არ არის. ყველგან არის ბიზნესმენი, აქ დავით ხალხი და აკეთებენ რაც გასაკეთებელია. აქ იმაზე არ არის ლაპარაკი თო. მე ის ვიცნობა არ ვიცნობ. იმაზე ხო არის დასალაპარაკებელი თო, აი რა გაკეთა ამ 3 წლის განმავლობაში ხო? ამაზეა ზუსტად ლაპარაკი. ამდენი მინდორი, ამდენი იგივე ის სავარჯიშო ბაზა რო გაკეთდა მთელი 20 წელიწადია ველოდებოდი და არასდროს არ ქონია, თო ბაზა იყო, იქ ვერ გარჩერდებოდი, სავარჯიშო მინდორი სხვაგან დავდიოდი, თო მინდორი იმხელა იყო, ყანა იყო, რა ქვია იმას ვერ ვარჯიშობდი. სათამაშო მინდორი ის არის ხო რომ გამომოდი და რო ვთქვი, თო რას გავდა თბილისის დინამოს სტადიონი, სულ რაღაც 13 წლის უკან იყო ხალხო, ის კი არ იყო 10 წლის და 20 წლის უკან, სულ 13 წლის უკან იყო. ის იყო ზუსტად მართლაცია ისრაელთან. ის კი არა ხალხო, გდანში წავოდით საქართველოს ნაკრები რომ მინდორი რო გვენახა რომ გვევარჯიშოთ, თამაშიც გდანში თო. ვერსად ვერ ვნახეთ მინდორი, ვერსად გვევარჯიშოთ საქართველოს ნაკრებს. ეხლა გადით, სადაც სავსეა, კაი მინდორები და სათამაშო. ეხლა რო გონიათ რომ უფრო რაღაც საინტერესო გახდა ფეხბურთი. ამ მინდორებმა ეს მინდორი დაეხმარა ამ ფეხბურთელებს. შენ თქვენ გონიათ რამე შეიცვალა იქ, რაც იყო წინ და რაც არის ეხლა. ეხლა კაი მინდორები არის და უფრო უკეთესი პირობები ეძებოდ იმისათვის რომ გამოიჩინონ ის, რაც შეუძლიათ, ხო? და ეხლა დანარჩენი ეხლა იცი რა არის თო? ეხლა ვიღაც სხვაები გამოჩნდნენ თო. ისინი ეხლა ვიღაც სხვაები გამოჩნდნენ ხალხი თო. გამოჩნდნენ, კაი ვთქვი, ეხლა კიდე გავიმეორო, ვიღაცები ნაფტალინიდან ამოიღეს მართლა. და ის ხალხი იცი რა არის ხა? იმ ხალხმა 20 წლის უკან ქართული ფეხბურთი კინაღამ გაანადგურეს თო. იმ ხალხს გონია იცი რა არის თო, რომ საქართველოს ჩემპიონატმა დაშალა საბჭოთა კავშირი თო. ხო თო, საბჭოთა კავშირი დაშალა საქართველოს იმად გონიათ რო კითხო ხო? ჩვენ დავშალეთ საბჭოთა კავშირი გეტყვია რა. უკრაინამ, აზერბაიჯანმა, რა ქვია, ლატვია, ლიტვა, ესტონეთმა, ყველა ამ საბჭოთა კავშირის ქვეყნები ხო? ჩვენ გამოვედით საქართველოს პირველობის თამაში დავიწყეთ, ყველანი გაჩერდნენ იქ. ელოდებოდა როდის დაინგრებოდა ეს და უმტკივნეულოდ გადავიდეოდნენ თავის იმას. ჩვენ კიდო ჰა? ლიტვას გამოიყო ჩვენთან ერთად. ჩვენ ამხანაგური თამაში ვითამაშეთ რა. ხო და ნუ მაგრამ ვიძახიდო, სწორი იყო? 3 წელიწადი იზოლაციის მოვყევით. ეხლა იმას თუ დავიწყებთ ეს ვიცი რა არის, ყველაზე მეტად იცი ვერ ვიტან იმას რომ აი ვიღაცეები რომ აი ძალად პატრიოტობას რო იწყებენ და ლაპარაკით რომ პატრიოტობას გვასწავლიან ჩვენ. ჰა? ეს ის ხალხი იყო რომ ეხლა მოვიდნენ თურმე ეხლა იცი რა არის მაშინ ვიღაცა ფარველი ყავდათ ეხლა ამათ ყავთ ნუ რა ვიცი ვიღაცა თითქოს და რაღაც ძალიან ახლო ნათესავი თუ რაღაცა იმის და ნუ კაროჩე ეხლა ალბათ აგორება მე კიდე ეხლა ვიღაცა გამოჩნდება და მიდის შეკაიგაცო კეთდება გამის გაკეთება ჩვენ რაღაცას დიდი ფული მოდიშო და ჩვენ ბლოკავთო რა წარმოიდგინეთ გააკეთე შენ და არ დაბლოკოდო გააკეთე შენ და თუ და რეკლამაზე უნდა გავიდე. ბატონო თემო, რა თქვენ ახსენეთ პოლიტიკური კითხვა არის, ეს პოლიტიკური არაა, მაგრამ აი ძალიან მაინტერესებს, რამ შესაძლებელი არის თუ არა ფიზიკურად ვინმე ჩაერიოს თემურ ქეძბაიას როგორც ნაკრების მწვრთნელის საქმიანობაში და ვინმე უკან ნახოს თემურ ქეძბაიას დააყენოს შემადგენლობა და აი ალბათ აქ იქნება ზუსტად უპრიანი ის კითხვა, ასეთ შემთხვევაში გადადგებოდა თუ არა თემურ ქეძბაია ვინმე რო ერეოდეს მის საქმიანობაში. სიმართლე რო გითხრათ, იცით რა არის, არაზოს არ მქონია ის ისა რა, რომ აი მართლა არ ჩამდგარ ვარ იმ სიტუაციაში რომ ვიღაცა მოსულიყოს და ეთქვას რა. ხო ხდებით რა. არა, ნუ გასაგებია. მე ეხლა იმიტომ რომ იცით რა არის ეხლა იცი ბევრი არის გამოდის ეხლა და თავის ვაჟკაცობის დამტკიცებას და რაღაცა ზღაპრებს ყვება, ხო? თქვენ კაი ხალხო ბომბი მეჭირა ხელი 3 წელიწადი თო. ბომბი, რასაც ქვია კახი კალაძე რა. მაგრამ ისიც დასაფასებელია რომ არც ერთი იმადგანი არ მოსულა ჩემთან და არ უთქვია რომ იცი რა არის? ძმაო, ჩვენ აქ ჩამოგიყვანეთ, ფულს გიხდით, რაღაც გვერდში ამოგიდექით, ამდენი მილიონებით საქმეები გავაკეთეთ, მინდვრები რაღაცა, ხო? ეს კაცი ჩვენ არ გვაწყობს, ძმაო. გაუში გააგდე ნაკრებიდან რა. ერთი აკაცი არ მოსულა, ხო? არ უთქვია. მე ხო ქონდა ისა, გაიგე რომ ეს მეც ხო შემეძრა, იცი რა არის? ნუ კახი, წადი შენ. მაგრამ იმასაც ვიტყვი რომ ის უკვე რო დამთავრდა, ხო? უკვე ის ციკლი, ხო? ამ ბიჭებთან როგორც არის იაშვილი, რა ქვია იმას, კობი რო იყო, ხო? კარლოსთანაც ვაპირებდი ამ თემაზე დავლაპარაკებული ყავ. просто ეგ იყო რომ კარლომ თქვა რომ თვითონ გამოვიდა და თქვა რომ მე მივდივარ ფეხბურთიდან და ნუ ნაკრებიდან და ნუ თავისით რაღაცნაირად ის პრობლემა შეიძლება ითქვას ესე მე მომიხსნა რომ ეს ჩემგან არ წამოსულიყო და თვითონ მიიღო ეს გადაწყვეტილება. კაი, ამაზეა ლაპარაკი. ჩემთან არავინ არ მოსულა. პირიქით, რამდენჯერაც ვისთანაც მივსულ ვარ, ყოველთვის
შენი ჭირიმე, შენ გითხარი რა გჭირდება და ყველანაირად დაგეხმარები. პრობლემა არასდროს არ ყოფილა. არავის არასდროს არ უკადრებია. ერთი პერიოდი იყო, თუ გახსოვთ, მანდ იყო ლაპარაკი დემეტრაძეს ამბავზე, რომ ფეხბურთელები აპირებდნენ რაღაც იმას, რომ აი, ნუ იქ რაღაც მოლაპარაკება იყო. ნუ ჩვენ დავჯექით, ვილაპარაკეთ. მე ვუთხარი, რომ ბიჭებო, დავწყნარდეთ, ნახოთ რა იქნება, როგორ იქნება. და ეხლა ჩვენ იცი რა არის და ჩვენ ვართ ფეხბურთელები. ჩვენი მხრიდან რაც გასაკეთებელი იყო, ხო? ჩვენ ის გავაკეთეთ. ჩვენ არაფერი არ დაგვიკლია, გაიგე? დანარჩენი ახლა თავზევი ძალა არ არის. არ უნდა, თუ ეხლა ვერ გავიგე მე. ისინი სხვანაირად თვლიან, ჩვენ სხვანაირად თვლით, ჩვენ კიდევ სხვანაირად ვეუბნებით, ისინი სხვანაირად ვეუბნებიან, всё, ჩვენ გავაკეთეთ. მაგრამ ის გადაწყვეტილება რომ რაც ზოგიერთება მიიღეს, რომ გინდა არ გინდა, ეხლა ჩვენ მაიკებს ჩავისვებთ და ამ მაიკას გავიხდით და აქ წერია, რომ თქვენ ну რაღაცები მე ვუთხარ ბიჭებო ეს რაღაც არ გაკეთდება შანსი არ არის იმიტომ კი არა რომ მე მინდოდა დემეტრაძე ციხეში ყოფილიყო ფეხბურთის სხვა არა ეს ქვეყანა არის თო აქ ჩვენ არ შეიძლება გაიგე რაღაც პოლიტიკური იმებზე გადავიდეთ ჩვენ ფეხბურთი ჩვენი მხრიდან ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ რაც გასაკეთები და იმაზე უფრო მეტი გავაკეთეთ ხო მაგრამ ეხლა დანარჩენი ეხლა კარგი ვახო რამდენიმე დღის წინ ტელეკომპანია მაესტროზე იყო ბადონი რეზი აროლაძე და ზუსტად ამ საკითხზე როცა იყო საუბარი მან ახსენა რომ ძალიან ბევრი იყო გაკეთებული ფეხბურთელების მხრიდან ნაკრების მხრიდან უბრალოდ ამის აბეშირება არ ხდებოდა და ერთ-ერთი ეპიზოდიც გაიხსენა და მისი თქმით თქვენ და ბადონი ზვია ციჯინავა მოგიწია შეხვედრა პრეზიდენტთან და იყო პირადი თხოვნას თუ შეგიძლიათ თქვა აი ამ თხოვნაზე დემეტრაძის განთავისუფლებასთან დაკავშირებით რა პასუხი მიიღეთ და რა იყო არგუმენტი ძირითადი რომ არ გამოუშვეს ეს ადამიანი ნუ ეგ იყო ხორვატიის თამაშის მე თამაში რომ მოვიგეთ დაგვიბარა პრეზიდენტმა ნუ შევხვდით იმას რა ქვია თავის რეზიდენციაში ნუ ლაპარაკი იყო ხოლმე რაზე ახლა ნუ როგორც ფეხბურთი რაღაცა თუ აი ჩვენ ყველანაირად დაგეხმარებით სტადიონებს ავაშენეთ მინდორს გავაკეთებთ თუ მე რაღაცებს გავაკეთებთ და ნუ ეს სასიხარული იყო და მე ნუ ჩამოვარდა ლაპარაკი დემეტრაძის იმაზე და ნუ გვითხრა რომ ნუ ახლა რომ ესე და ისო ახლა ჩვენო ველოდებითო ვიღაცა უნდა გადმოგცენ საქართველოსო ვის მიმართ რაღაცა პრეტენზიები აქვს საქართველოს და ეს დაკავშირებული არისო რა ვიცი ესე გვითხრას დემეტრაძისთან რომ ჩამოვიყვანთ იმას თემაზე ერთ თვეში გამოუშვებთ ნუ გამიხვარდა მეთქი ახლა ერთ თვეში თუ გამოუშვებენ და რაღაცა მეთქი კაი მეთქი რა და ამ თემაზე უფრო მეტი ლაპარაკი იყო იქ ვიდრე სხვა რაღაცეებზე გაიგე იმიტომ რომ მართლა დაინტერესებული იყო და ძალიან მაგარ დაინტერესებული იყო ნუ იქ ბევრი სხვა რაღაცების იტყვა იქ პრემიარული ზითქვა ის არ გვითქვია იმიტომ რომ რაც ლაპარაკის მერე თამაში ვერ მოვიგეთ მეთქი ვაიმე სიფადე რო გითხრა მაგრამ ნუ ფაქტი ერთი არის იცი რა არის რომ აი რაღაცა ზოგიერთი მე მახსოვს კიდე იქ რაღაცა პოლიტიკური განცხადებები გაკეთდა ჯობდა ამოგებას ჯობდაო რა ქვია ხორვატიასთან ხო ის გაგვეკეთებინაო რასაც ვიღაცები ფიქრობდნენ რომ მაშინ ნუ ის რაღაცა და ამით მე თქვენ გეუბნებით არა მარტო დაზარალდებოდა როგორც ქართული ფეხბურთის ფედერაცია მთელი ქვეყანა იმას უფრო უარეს სიტუაციაში ჩავარდებოდა რა ქვია იმას დემეტრაძე ხო ამას რო გაიუკეთებინა ჩვენ ხო ეს ხო უფრო ავნებდა მაგას ვიდრე ის რომ ჩვენ გავაკეთეთ ის რაც ჩვენი გასაკეთებელი ჩვენი საქმე არის გავიდეთ მინდორზე ვითამაშოთ ფეხბურთი და თუ გვაქვს იმის საშუალება გავახაროთ ხალხითო ერთი თამაში გვაქვს ერთი ორი გვაქვს მოგებული ესეთი თამაში და იმაზეც რო იტყვის რომ ნუ წამოიდგინეთ იმ ხალხს საერთოდ ფეხბურთი არ აინტერესებს და ჩვენი პრობლემა ეგ არის რომ ხალხს ფეხბურთი არ აინტერესებს ამ ქვეყანაში ხალხო აი ეგ არის ჩვენი პრობლემა თუ ხალხი სტადიონზე აღარ დადის თუ აქ უფრო მეტი რეკავს პროგრამა რო გაქვს ვიდრე სტადიონზე დადის ხალხი თუ პრეტენზიებზე თუ კაცი საერთოდ ფეხბურთს არ უყურებს და თქვენ როგორ გინდათ ვერ გავიგეთ ტელევიზიიდან გინდა თუ არავინ ფულს არ იხდის არავინ ფულს არ დებს არავის არ აინტერესებს აბა როგორ გინდა აი იცი რა არის UEFA-ს იმით ხო ჩვენ არა გვაქვს უფლება რომ ჩავატაროთ ჩემპიონატი საერთოდ ჩემპიონატი რო ვითამაშოთ იმის უფლება არა გვაქვს რა ზოგიერთი იძახის რაღაცა ხო ბევრ რაღაცეებზე თქვა უთქვია იმასაც რეზისაც რომ ხუჭავ თვალებს რომ თარგო ყველაფერზე რომ გაახილო ხო მაშინ არავინ არ უნდა ათამაშო გაიგე UEFA გეუბნება შემოსავალი რამდენია გაქვს მილიონს დახარჯა აქ შემოსავალი არის 0 მიდე 0 რა უნდა დახარჯა არაფერს არ დახარჯა ხო იქ ისიც ითქვა რომ ზოგიერთი რა ქვია
თავრობა ურიგებს რაღაცა ფულს ურიცხავს იქ სამეგრელოც იქ ზუგდიდია, კახეთია, რეგიონებს, გაიგე? ზოგიერთი ვიღა გუნდის მფლობელებიც გამოვიდნენ თქვენს რომ აიო სახელმწიფო აფინანსებს ამ გუნდებს. სახელმწიფო კი არ აფინანსებს, რაიონს აფინანსებს, ქალაქს აფინანსებს და ვენაცვალი იმხავს მართლა იმ ქალაქში თუ არიან ისეთი კაცები, რომლებიც იმ ბიუჯეტიდან ფულს აიღებენ და გუნდს დაეხმარებიან, რომ ფეხბურთი წავიდეს. აბაშე თქვენ წარმოიდგინეთ ხალხო, ზუგდიდში, ან კიდევ სხვა რაიონებში, დასავლეთში, აღმოსავლეთში რაღაცა, ხო? იქ ფეხბურთის რო აღარ იარსებებს, მაშინ რა აზრია? არა, ისედაც არაფერი არ არის, ხო? ესე არ არის ხალხო? ჰა? კარგით, რეკლამაზე უნდა გავიდეთ და 2 წუთში დაბრუნდებით ისევ პირდაპირ ეთერში, განვაგრძოთ საუბარს ჩვენთან სტუდიაში. დაგვეოდეთ, არ გადართოთ, 2 წუთში ისევ პირდაპირ ეთერში ვიქნებით. ბრუნდებით პირდაპირ ეთერში, ვინც ახლა შემოგვერთით, გეტყვით რომ ჩვენთან დღეს სტუდიაში სტუმრად იმყოფება საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრების მთავარი მსმენელი თემურ ქეზბაია და ჩვენთან ასევე სტუდიაში არიან ჩემი კოლეგები, მეგობრები, ჟურნალისტები და ჩვენ საუბრობთ ქართული ფეხბურთის, კონკრეტულად ნაკრების შესახებ და გაცემის პირველ ნაწილში საკმაოდ საინტერესო თემებზე ვისაუბრეთ. დათო, კითხვა გქონდა და გვიანი სალამით, მოგესალმებით, მაგ თემურ ახლოს მიიტანე მიკროფონი. მაყურებლებს მივესალმები, რა თქმა უნდა. ცოტა შეიძლება ისეთი გამომივიდეს ახლა ჩემი კითხვა, მაგრამ მაინც ისეთი როგორი? აი შეიძლება ცოტა საფრანგეთში დასმულის. შეიძლება ცოტა საწყენიც იყოს, მაგრამ ნუ რეალობა თვითონ ბატონმა თემურმაც თქვა გარკვეულწილად ამის შესახებ, როცა საუბრობდა ტექნიკაზე, ადგილზე მოტყუებაზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მე მაგალითად მატჩს რო უყურებდი, რა თქმა უნდა, ეს ჩვენ ოპტიმისტები ვარ და გვინდათ რომ მოვიგოთ, თუმცა არ მჯეროდა თუნდაც იქიდან ქულის აღების, საიდან გამომდინარე. აი ზუსტად რაც ბატონმა თემურმა თქვა რომ ჩვენ ყოველ დაახლოებით წამის მეასეთში ჩამორჩებოდით სისწრაფეში. დღევანდელი ტექნიკა ფეხბურთში არის ეგ. როცა შენზე უკეთ სწრაფად იმორჩილებს ბურთს, გარბის, ღებულობს, ურტყამს და ასე შემდეგ. თორემ ბიჭების საწინააღმდეგო ნამდვილად არაფერი არ მაქვს, მართლაც რაც შეძლოს გააკეთეს. ითამაშეს უბრალოდ აი უფრო გულდამშვიდებული უყურებდი და სიამოვნებდა ის რომ ბიჭები იბრძოდნენ, აკეთებდნენ იმას რაც შეძლოს, მაგრამ ფაქტი ჩანდა რომ კლასი იყო სხვა, იმათი ჩვენი გუნდის კლასი იყო სხვა. ეხლა კითხვა რა მინდა ბატონ თემურს დაუსვა. ფუტსალის ასოციაციის წარმომადგენლების სიტყვას მოვიტან, მათ დაიჩივლეს რომ ძალიან ცუდ დღეში ვართო და დაახლოებით 30 ფეხბურთელიდან, ფუტსალელიდან გვიწევთ არეალი ეს არის შეზღუდულიო და თხოვთ შედეგს რომ გავიდეთ ევროპის ჩემპიონატზე და თქვა პორტუგალიას და ვიღაც ესეთ გუნდებს მოუგოთ. რამდენი ფეხბურთელიდან გაქვთ ბატონო თემურ თქვენი არჩევანი დაახლოებით დღევანდელი გადასახედიდან და პერსპექტივაში დაახლოებით რას ელოდებით რომ კიდევ აი ვინს ელით აი თქვენ ახსენეთ 17 წლამდელების 19 წლამდელი 20 დაახლოებით რამდენი ფეხბურთელიდან შეიძლება რომ ის გუნდი რომელზეც თქვენ გაქვთ აქცენტი რომ მომავალ შესარჩევ ციკლში იყოს თქვა უკვე ბრძოლის უნარიანი და იბრძოლოს თქვა ფინალურ ეტაპზე გასვლისათვის აი დაახლოებით რა არეალს მოიცავს ეს ну არ ვიცი ფუძალის იმას რამდენი იმას შეუწევთ თუ რამდენი 30 ფეხბურთელში სულ ყავთ ну 30 ფეხბურთელში ტრიალებენ რა ესე ну ლეგიონები თუ არ ჩავთვალეთ გასაგებია 30-მა კაცმა ამ ხელადონის ტურნირი ჩამოიტანა საქართველოში რა ну ეს ნაკრებზეა საუბარი საქართველოს ნაკრებზე ну ეხლა საქართველოს ნაკრები ისე ქალებმაც მოიგეს რა გულწიგნე ერთ თამაში მოიგეს რა მიულოცო და ბოლო თამაში წააგეს, მაგრამ მაინც აქვს შანსი ახლა ბოლო თუ მოიგეს. თავარია რომ ხომ მოვიგეთ რა. ნუ ახლა იცით რა არის? მე ვერ ვიტყვი ახლა რომ დაბეჯითებით რომ იცი რა არის? აი ეს ხალხი ვინც ითამაშა ახლა ბოლო თამაში სულ ის იქნება რა. ჩვენ ყველა ფეხბურთელის მიმართ გასწრილები ვართ. ყველა ფეხბურთელს ყურადღებას ვაქცევთ. ყველა ფეხბურთელს ვინც კი თანს გამოიჩენს, ეგრევე მოვიყვან და ვათამაშებთ. აქ არ არის, ეხლა მე ვერ ვიტყვი რომ 30, 40, 50, ну, რა ვიცი ჩვენ ამ 3 წლის განმავლობაში ალბათ რამდენი ფეხბურთელმა ჩაიარა ჩვენ ნაკრები, რამდენი ფეხბურთელი 40, 45, რამდენი ფეხბურთელმა ითამაშა, ხო? ამიტომ ოღონდ თამო გამოიჩინო, ხო? და გახსნილია, იმით არა მარტო რომ ტალანტი მაქვს, ხო? იმიტომ რომ ბევრს პრეტენზია, ხო? აი მეო ამ ხელა ტალანტის ფეხბურთელიო, ხო? ყურადღება არ მომაქციესო, შეგაიგაცო, ითამაშე. არ გითამაშია დღეს და ეხლა ტალანტი ვერ გავიგე, ტალანტი სად ნახო ჩვენ? თამაში ხომ უნდა ვნახო და? და იცი რა არის, ყველა ცუდი იცი რა არის და? დამოიდგინეთ ბავშვები, რომელსაც ჯერ ფეხბურთი არ უთამაშიათ, ხო? იმხენაენას ატლეკინებენ, გაიგე?
იმის 50%-ს რო თამაშობდნენ, ხო? თავის გამოადგებიან, გუნდებს გამოადგებიან, ნაკრებს, ქვეყანას ყველაფერს გამოადგებიან. არათო ლაპარაკზე არიან გადასულან. შეგაიკაცო, ვინგისლის ხელს გამოდი ითამაში და გაძლევენ იმის შანსს, ხო? გამოდი ითამაში, თუ მოგცემენ. აბა შენი შანსი არა გაქვს. გუნდში არ გითამაშია და მე ხარ როგორ მოგიყვანო ნაკრებში. ნუ ალბათ ზოგიერთები შეიძლება მიჩვეულები არიან, რომ იცით რა არის? უხდებოდათ მაგათ ისეთი ვარიანტები, რომ აქ ხალხი აქედან მიდიოდა გუნდებში. ის კი არა, რომ გუნდში მოთამაშე ფეხბურთელი მოყავდათ ნაკრებში და მე არ ჩქონდა ათამაშები, ეგეთი რაღაც არ მოხდება და ეგ არავის არ მოიყვანდა აქ ვიღაცის იმით რეკომენდაციით, ან კიდევ ვიღაცის იმით ხათრით, ან კიდევ ვიღაცის სხვა მილიონი რაღაცა. არა, ჩვენ უყურებთ, მთელი ქვეყანა უყურებს და ის ხალხი გვინდა ჩამოიყვანა და ვათამაშოთ, ვინც მართლა ამ ეტაპისთვის ღირსია. შეიძლება, რა ვიცი, მერტმაკნას გამოჩის კიდევ ერთი 10 კაცი რა. მომავალი ეტაპისთვის, ხო? გამოვიზარდეთ ყველა და ყველა შანსს მისცემთ. მაგრამ ის მარტო ლაპარაკი, მარტო ენის ლაპარაკით არა, გაჩ, მარტო საქმის გაკეთებით და გამოდით. მე არ მახსოვს, რა ვიცი, 3 წლის განმავლობაში, ხო? ვინმე თამი გამოიჩინა პატარა წაი ხაგურა და ჩვენ იმისთვის შანსი არ მიგვეც. მე მგონი არ არსებობს ეგეთი ფეხბურთელი, ხო? აი რომელზე მე გვეტყვით, რომ აი ჩვენ ვიღაცამ დავი გამოიჩინა რაღაცა და ჩვენ ყურადღება არ მივაქციეთ, ხო? მე მგონი არ არის. შეიძლება რაღაც ვარიანტები არის, ზოგს გონია ესე. ჩვენ გონია ესე, ხო? ხა ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ ბოლო იმაზე რა ხა თუ იმაზე ვილაპარაკებთ რა გიგია ჩვენ ვართ იმის დამნაშავე რომ ყველაფერი ახლა წარუმატებელი ისა რომ ვერ გავოდი და რაღაცა ხო ალბათ ამაში ნახდათ ვერ დაგეთანხმებით ახლა რაღაც შეიძლება რაღაც ისინი რა ქვია იმას შეცდომები ჩვენს დაუშვით რაღაც თამაშებში ხო არავინ არ არის დაცული ჩვენ კი არა ამ ხელა დონის მცნელები უშვებენ შეცდომებს და რა ქვია იმას შეცდომიდან არავინ არ არის დაცული. რაღაცა რო ისწავლო, უნდა დაუშვა შეცდომა. თუ არ დაუშვებ შეცდომას, ახალს ვერაფერს ვერ ისწავლე, ესე რომ. გია. ბატონ თემურ, 27 მატჩი შეატარა ჩვენმა ნაკრებმა თქვენი ხელმძღვანელობით და თუ არ ვწდები, ყველა მატჩი ჩვენი გუნდი თამაშობდა ერთდაგებად ტაქტიკური განლაგებით. ანუ გასაგებია რომ თქვენ ტაქტიკას ირჩიოთ გამომდინარე ფეხბურთელები რა ფეხბურთელები ყავთ გუნდში და რამე თამაშობთ რამე ტოქეს, მაგრამ ხომ არ გიცდიათ, ან ხო არ გაგიფიქრეთ, როდის ხო არ შეიძლება, აი თქვენ ამხანაგურ მატჩში რომ სიტყვაზე აი გასაგებია რომ ფლანგის ნახევარმცველები გვინდა 4 ნახევარმცველზე გადავალთ, ანუ ორი ფორვარდი, ხო არ გიცდიათ, ან ხო არ გაგიფიქრიათ რომ იქნებ შევცვალოთ. ნუ გასაგებია, მაგრამ ახლა სულ რაღაც ერთი 20 წუთის უკან მეუბნებოდით რომ შოთა არბელაძე წავიდა და იმის მერე ფორვარდი არ გამოჩენილა და 4 ნახევარმცველი რო დავაყენო, ხო, ის ორი ფორვარდი ვინ დავაყენო მაშინ, თუ ერთი ვერ მოუნახე თელი 20 წლის განმავლობაში, ნუ თელი 10 წლის განმავლობაში. ეგ იცი რა არის, ეგ კი მე შეიძლება ამაზე ვიფიქრო იმ შემთხვევაში, რაღაცა პოტენციალს რო ვხედავ, მაგრამ თუ ვერ ვხედავ ხო ამ პოტენციალს, ხო? და ის ლაპარაკი რო იცით რა არის, და მე ამაზე მე მგონი ვთქვი ის რომ ჩვენ არავისთვის და ჩვენ ხა ბოლო თამაში, ხო? საფრანგეთის ნაკრებთან თამაშობდა ჯანო, რა ქვია იმას, ობახიძე, თარგამაძე და ვაწაძე რა. ხა 4 შემტევი ისა რა ქვია იმას, რომლებსაც ჩვენ ვთხოვთ რომ ჩამოვიდეს და რაღაც უკან საქმეს გააკეთოს რა. ბევრი იმასაც ლაპარაკობდა რომ აი იმას საყდენ ნახევარმცველს ვათამაშებ დამცველს იქაც ითამაშა, მაგრამ ხო ითამაშა კაშიას იქ ამ ადგილზე თამაშით ხო შეუტიეთ, ხო შევქმნით მომენტები საფრანგეთის ნაკრებთან. ეს არ არის ისა რომ ისა იცი რა არის. ჩვენი თამაშის წინა ის რომ მიდის, ხო? არავისთვის არ გვითქვია თუ წინ არ წავიდეს რა. არავისთვის. ჩვენ ვეუბნებით სათამაშო დისციპლინა ის არის დაიკარგა ბურთი, ყველა თავის ადგილებით, ყველა წამოვიდა მარჯვენა დამცველი. უნდა გამოყვეს ჩვენი მარცხენა თავდასხმელი. წამოვიდა მარცხენა დამცველი. უნდა გამოყვეს ჩვენი ისა. იცი რა? დანარჩენი ახლა ხო? მე გითხარით რომ იცით რა არის? კი ეს შეიძლება ისა რაღაცები შეცვალოს, მაგრამ თუ რო შეცვალო, ხო? ამას რაღაცა მიზეზი უნდა გაძლევდეს და ახლა ამის მიზეზი არ მქონია ჩვენ რომ შეგვეცვალა. და მე შემიძლია გითხრათ, ხო? ეს სისტემა უფრო მიღებული მიმაჩნია. მასე იცით რა არის ახლა? რეალ მადრიდი თამაშობს იმასთან, რა ქვია? ბარსელონასთან არა, სხვა გუნდთან თამაშობს, რა ქვია, დაუშვათ. და თამაშობთ ერთი თავდასხმელით რა. ან იგუანი, ან ისა, რა ქვია, იმას ბენზემა. მაშინ ამას ამკავს თო ორი ფეხბურთელი ყავს სოფლიო დონის თავდასხმელი. რატო არ აყენებს ორივეს ერთად, ხო? ან და კიდო მონდრიჩის სკამზე და თამაშობს კედირა, ხო? მონდრიჩი სად კედირას ბურთან თამაში და სან მონდრიჩი, ხო? მაგრამ იქ იმიტომ არის რომ იქ ყველა ის არის დაცული. როგორც შეტევაში წასვლის, ისევე დაცვით თამაშიც არის. აბა ახლა დღევანდელი ფეხბურთი ისეთი ძნელია, ერთი გოლი თუ გაუშვი, ხო? მერე ძალიან ძნელია. ჩვენ ამაზე გვაქვს აწყობილი სიმართლე რო გითხრათ რა. ჩვენ გვინდა
დაცვაში ვიყოთ სოლიდურად, კარგად, სათამაშო დისციპლინა და ჩვენ გავაკეთებთ მომენტს 1, 2, 3, გავიტანთ, მოვიგებთ. ის თამაშიც რომ მოვიგო ხოვატიასთან, ხო? ეხლა ვერ ვიტყვი რომ 10 მომენტი გავაკეთეთ, დავიჭირეთ ჩვენი მომენტი, გავიტანეთ, მოვიგეთო. ამ ხელა დონის გუნდი და გადახედეთ ხორვატიის ნაკრების ფეხბურთელების სად თამაშობენ და ყველა დონის, სოფლიოს ყველა დონის გუნდების თამაშობენ, თქვენ კაი ხალხო. ხო და კი, ეხლა მაგრამ თუ გამომისდება იმის რესურსი რომ ეს გავაკეთო, შეიძლება გავშვიდო, მაგრამ ჩემი ისა, ხო? მე ამ სისტემის მომხრე ვარ და მე მინდა რომ ამ სისტემი და ისიც არ მიყვარს რომ აი ყოველ წუთს სისტემის ცვლა და რაღაცა. მე მირჩევნია რომ აიღე რაღაც ისა, ხო? იმას უნდა მიყვე ბოლომდე რა. მაგრამ რა თქმა უნდა, როცა შენ გუნდში თამაშობ, კლუბში ხარ, ხო? დიდ კლუბში ხარ და გააქვს იმის საშუალება რომ კაი დონის ფეხბურთელები იყიდო, მოიყვანო გუნდში, ხო? იქ უკვე სხვანაირად უყურებ. იქ შეიძლება ამ სისტემით თამაშობ, მაგრამ შეიძლება ისეთი დონის ფეხბურთელები იყიდო შენ გუნდში, რო? უკვე სხვანაირი სისტემაზე გადახვიდე, ხო? ამის დროც გაგდა ყველაფერი. სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრებს ხალხო არანაირი დრო არ არის. საერთოდ დალაპარაკების დროც არ არის. ეხლა საფრანგეთში ვიყავით, ხო? საფრანგეთის ნაკრები შეიკრიბა ორშაბათს შეკრებაზე, იქ თავის ბაზაზე, ჩვენ შევიკრიბეთ ბოლო ფეხბურთელი ჩამოვიდა 4 შაბათს რა. ეხლა არ მითხრათ ფედერაციის ბრალია და ან კიდევ არა. ეგ არავით არის არა. კაცმა ითამაშა კვირას მოსკოვში, აქ საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაცია, საფრანგეთის საელჩო ითხოვს, არ გვაინტერესებს, ჩვენ გვინდა ვიღაცა ის ფეხბურთელი მოვიდეს, თითის ანაბეჭდები ავღოთ და მივცეთ ვიზა რა. ის აქ ჩამოვიდა, ორშაბათი დღე გაუსდა, სამშაბათს ისა და 4 შაბათს იქ ჩამოვიდა მერე. და თამაშობთ პარასკევს, ხო? ეგეთ პრობლემებია და მაგ პრობლემაზე სიმართლე გითხრათ, ხო, ეხლა ჩასული ვიყავით კონგრესი პოლონეთში იყო რა და პირველი რაც დავსვი ეგ იყო რა. ხალხო, მოგვეხმარეთ რა. თქვენ ფრანგი რო არის, რა ქვია, ჩამოდი საქართველოში და ჩვენ აქ რა ქვია, იმას ტაშპანდური ხვდებით და ყვავილები და იმით დავხვდებით, ხო? და იქ ჩვენ ბევრი პრობლემები შეგვიქნეს ამ ფრანგებმა. რო ამ ვიზების და იმის ამას ზოგიერთებს მოუწია ჩასვლა კიევში, ზოგიერთს იმას, არანაირი დახმარება არ არის. მე ერთი ჩემი თხოვნა იქნება კიდევ ან ახალი მთავრობის და რაღაც, ხო? ის რო აი, ხო, ყავ ჩვენი ახლო მეგობარი ქვეყნები, ხო? რო ამათთან რაღაცნაირი ისეთი მოვილაპარაკოთ, რომ იცი რა არის, აი ახანაგური ვითამაშო და ვიზები მოგცენ და ვიზები არ მოგცენ ერთთვიანი და ორთვიანი, ერთ სამწლიანი. რა ვიცი, ყველანაირი ყაჩაღი ღებულობს ამ იმას, რა ქვია, 5 წლიანს და 10 წლიანს, ისეთ კაც ახალს აძლევენ 5 წლიან ვიზას და ეს ფეხბურთელი ბიჭები არიან და ამათ არც დარჩენა უნდათ, არც პოლიტიკური იმას მოითხოვენ იქ და არც არაფერს და მინდა ჩავიდეთ ვითამაშო, ამაში დაგვეხმაროთ. ის ერთი 50 კაცი იქნება თუ რაღაცა. მე მყავს ფეხბურთელები, თანაგუნდელები, ალბანელები, სხვა სომხეთის ფეხბურთელები. დიპლომატიური პასპორტები ჰქონდათ თუ ფეხბურთელებს. ეგეც არ ამგონია რომ იმ ხერა დიდი პრობლემა არის ეხლა რომ ამ ფეხბურთელებს ეს პრობლემა რომ მოგვეხსნას რა ქვია იმას ვიზის და იმის და ნორმალურად ჩვენს რომ მოემზადოთ ხო ეგეც რო გაკეთეს არ ამგონია ხლა ეს რამხელა დიდი პრობლემა იყოს რა არა და ბოლო მიეცი მარტო იმ დროს როცა თამაშია და მე წაართვი კონდეს რო არ გამოიყენოს სხვა შემთხვევაში ხო მაგრამ რაღაცნაირად უნდა გაკეთეს ამათან მქონდა იმათან ლაპარაკება იმაც რო იქ გამოვიდნენ და მთელი დარბაზი თქვეს, მაგრამ არავის ყურადღება არ მიგუჩებია ეს სადა აფრიკა ხო არ არის რა ქვია იმას არ ეგონა იმას გონია რომ ისინი რო ჩამოდიან ვიზის გარეშე და აქ ჩვენ იმის რა ქვია იმას ჩვენ მივდივართ იქ ვიზით სად ვიზით კიდო კაი მე მაგ პასპორტი ამოიდგინე ხა ამდენი უცხო ქვეყნებში ჩვენი ფეხბურთელები თამა მე რო არ მქონდეს პასპორტი ალბათ მე მგონი იმას რა ქვია იმას რა ქვია ო იმაში ვიქნებოდი ნახევარი დრო ჰაერში ვიქნებოდი ნახევარი დრო იმაში ვიქნებოდი რა რო ვიზები და იმებზე რომ მერბინა რა წარმოიდგინე აი ეგ არის ეგეთ პრობლემა არის აბა ეხლა იმას რო ორ შაბათი და ვყავს ხალხი და მე რომ ჩამომდის ფეხბურთელი ბოლოს 4 შაბათს ხო იქ რა უნდა გავაკეთო ისედაც დრო არ აქვს რა ისედაც დრო ძალიან ცოტა არის ამ ფეხბურთელების იმი თამაში და ბატონ თემურ მე მინდა წეღანდელ თქვათ გადავიდეს პოლიტიკურ ჭრილში ეს საუბარი ну რა თქმა უნდა თქვათ შემიძლია არ დაგეთანხმოთ და იმ ხალხს ვერ უწოდებ თქვათ ვინზე თქვენ ნაფტალინიდან ამოღებული ეს 20 წლის წინ რა არა თქვენი მოსაზრება მე ჩემი იმიტომ რომ თქვათ მე ვფიქრობ ჩემი მოსაზრებაა რომ თქვათ მაშინ მოესწარი კიდევაც რომ გორ მიდიოდა ეს პროცესები რომ ალბათ სწორი იყო რაც სადრე ჩატარდებოდა ის ჩემპიონატი თქვა საქართველოს დამოუკიდებელი და უკეთესი იქნებოდა იმ ხალხმაც ვინც იყვნენ თავისუფლელი შეიტანეს ის ლანჩხუთის გურია იყო თუ მე როგორ არა თქვენ შეიტანეთ რა თქმა უნდა თქვენ არიცით და იცით რა არის
თქვენ რო იძახით, ხო? ეს პატრიოტი ლაპარაკით არის პატრიოტი. მე მოსკოვის იმაში, ტორპედოში ვიყავი ჩასული, ისეთ პირობებს თამაშობდნენ 20 წლის ბიჭი, 20 წლის ბიჭი. ისეთ პირობებს ჩამოვედი და მითხრეს, ხო? არა შვილო, შენ ვერ წახვალო. დავჭი აქ და ვითამაშე 2 წელიწადი წავედი კიბზე და მოვხდი 29 წლის ნიუკასლში, როცა შემეძლო 21 წლის წავსულიყავი, აი ესეთ დონის გუნდში და ვიღაცა ახლა გამოვა და მე ჭკუას დამიწყე და პატრიოტობა არა, მაგაზე არ ვიძახი. არა, თქვენი მოსაზრება აქვს, იმას თავის მოსაზრება აქვს ახლა. არა, იმას თავისი მართლია, თავისი მართლია. ახლა მაგაზე არ არის, უბრალოდ იმას შეიძლება მაგრამ იცი რა არისო, ახლა რო მოდიხარ და რო იძახითო, არაფერი არ გაკეთებულა. კაცი რომელიც იმას იძახს, კაცი იმას იძახის, იცი რა არის? ალბათ ეთყობა რომ წავიდნენ ამ ყველა ფედერაციები მოიარეს, ყველას აზრი გაიზიარეს და ალბათ იმათ მოვიხსენოთ, ხო, ამ ხალხის ჩვენ ყვაყოფილები ვართ და ჩვენ ყველა გავგვიკეთეთ, ყველაფერში დაგვეხმარენ და ჩვენ ამ კაცს არ უღალატ, რაც თქვენს ის რაც მართლა ხდება, მე ეს კაცი გამოდის, შენთან არისო? ვინა კაცო, ამ 35 კაცს გადავაყოლოთო ისაო? იმას იმდენიც არ ესმის ეს 35 კაცი მთელი ქვეყნიდან არჩეულია. ეს იმას თქვა და ახლა ჩვენ იცი რა არის? პარლამენტი რამდენი 200 კაცია? პარლამენტი გადაწყვეტილებას რო გებულობს, ხო? 150. 150, ნუ კაი, 150 და ახლა გამოვიდე მე და თქვა, რატომ უნდა გადაწყვეტოს კაცო პარლამენტმა 150-მა კაცმა? თელმა საზოგადოებამ გადაწყვეტოს ქვეყანა. ის პარლამენტი თელმა ქვეყანამ არ აირჩია, თქვენ კაი ხარ. აი ეს არ ესმის და უნდა რომ ქართულ ფეხბურთში მოვიდეს, რატო? ნუ პოსტო თავის ცხოვრება გაიიმა საკნას თუ რა ვერ გავიგე. მე საერთოდ მივყავს ლაპარაკი, თქვენ თქვით რომ თქვა ხმა არ ამოღე სამწუხაროა, მე პირდაპირ გეტყვით. იყო ხალხი რომელიც თქვა უფროსი ნოდარ ახალკაცის დროს იყო, მერაბ ჯორდანიას დროს იყო, თქვა სიჭინაოსის და მართლა სიტყვა ეთქმოდათ, ეხლა სახელი და გვარი და არ ამოიღეს და იმ ხალხს რო თავის დროზე ამოიღო ხმა, არ მივიდო და აქამდე საქმე. არა, მე ვაფიქსირებ მაგას და ეხლა მე ვინც მიცნობს, მე ეს ყოველთვის მithქვია. ეხლა მე საითკენ მივყავს საუბარი. გასაგებია რომ ეს თქვა პრობლემებია, ეს არის შექმნილია. ნუ არსებობს სპორტის თქვა სამინისტრო, მინისტრაც იცნობთ, კარგად ეხლა შორს არ ახართ. თუ აი თქვა პირადად თქვა თუ გეგმავთ შეხვედრას მაინტერესებს და ეს პრობლემები რაც აქ დასვით, იმის წინაშეც დასვათ იმის კომპეტენციის ფარგლებში რაც შეუძლია იმას თქვა მოაგვაროს, იგივე ახლა რო ახსენეთ აი თქვა მინისტრია და იქ თუ შეიძლება რომ ფეხბურთელს იგივე რაღაც ისეთი პასპორტი მისცე, ან ის საბუთი რომ არ ხო, ნუ არ შეექმნას. აი თუ გეგმავთ რა, ახლა მაინტერესებს, ახლა მეც არა ვარ მომხრეს, პირდაპირ გეუბნევით. ერთხელ და სამუდაოდ კი უნდა ვიღაცამ ჩაანთოროს ვა და ის არჩევნების უნდა ჩატარდეს და ვიღაცა ჯოხით გარეკო და რაღაცეები და იმეების შეძახილები და მიტინგები და გასაგებია რაც მოხდა ეს პერიოდი უნდა გადავლახოთ. უბრალოდ ეხლა ლევან ყიფიანსაც იცნობთ ალბათ რა ვიცი შეხება და ეხლა ერთმანეთის შეხვედრა კომუნიკაციის პრობლემა არ ხო იგივე თქვა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან ერთად და რაღაც ეს პრობლემები რაც იმის კომპეტენციაშია თქვა ის მიიტანს იქ უმაღლეს ხელმძღვანელობა ვინც არის იმის ზემოთაც პრემიერ-მინისტრია თუ ეს იგივე ბაზა ახსენეთ თქვენი ბაზაზეც სტადიონებია გაკეთებული სხვა ერთი ნაწილი იმ ბაზის ქართუმ გააკეთა თავის დროზე დაამთავრა ეგეც ხო და იგივე შეიძლება არა ბევრი იძახის მამ ხალხიდან რომ ჩვენ გავაკეთოთ ეგ ბაზაო და იმ ქართული გადაიხადეს თუ ეგეთი კაი გაკეთებული იყო ხო არ მოუწევდა იმ ქართულს მაგის იმის გადაკეთება თავიდან მაგას ვიძახი იმიტომ რომ იქ დასამთავრებელია სტადიონებია რაღაცა და შეიძლება კიდე რაღაცაზე იყოს საუბარი მე არასდროს არ გამოსულვარ აქ და იცი რა არის ვიღაცის წინაამდე აქ ეს ხალხი მოდის და ჩვენ რაღაცა პრეტენზიებს გვიყენებენ, ხო? ეს დაწყებული ტრენერია, ჟურნალისტია, ფეხბურთელია, ვიღაცა წარმომადგენელია თუ ვიღაცა და იგივე იმ ხალხს რო ვიძახით რომ ხმა არ ამოუღიათ ხმა, გაჩერებულები იყვნენ და იგივე იმ პოზიციაზე იმ იმაზე რა ქვია იმას. დავით თუ გახსოვთ არ ვიცი მე და მე ძალიან კარგად მახსოვს. იგივე იმ ნემსაძეს ამბავზე რომ მოხდა და რაღაცა, ხო? შეიძლება და ამ ნემსაძეს და რაღაც ატეხილი რო არის ხო? ნემსაძე რა ნაციონალ მოძრაობის წევრი არის, ხო შეგაიგაცო? იქ ერთმანეთში ვერ გაიყვეს იმ ხალხმა, იმის ბრალი კი არ იყო, ვიღაც ოპოზიციონერი იყო, ერთმანეთში ვერ გაიყვეს იმ ხალხმა და ერთმანეთს ვერ შეუთანხმეს, რომ მისი ბრალი იყო, ვერ გავიგედო. ეგ იყო, მაგრამ იმაზე ხო, მე კიბზე ვიყავ, კიბზე დამირეკეთ და მე ჩემი პოზიცია დავაფიქსირე მანდ. რავი, თუ გახსოვთ, აბა ან ამოიღეთ, ის იყო, თარგამაზე იყო მაშინ იმაში, რა ქვია, იმეჩი და იქიდან დარეკეს და პირდაპირ ეთერში ვილაპარაკე და რაღაცა, ხო? ხო, ზუსტად, ჩემნაირად სხვასაც რო ამოიღო ხმა, ხო, არ იქნებოდა. მაგრამ ეხლა იცი რა არის, მაგას გეუბნებით ზუსტად. ეხლა ყველა ვაშკაცია თუ, ეხლა ხოიძე, ეხლა ყველა აი, ეხლა ყველა ლაპარაკზეა გადასული, გაიგე? არავი, ეხლა თუთმე ყველა დაიჩაგრა, ყველა ის არის, ვის ქონდა, არ ქონდა, ყველა ყვირის ეხლა. აი ეგეთი სიტუაციაა. ეს არ არის რომ იცი რა არის? ის არ არის რომ
როცა შენ გაწყობს, მაშინ მომენტი გამოიყენო. არა, როცა სათქმელია, მაშინ მე შემი სათქმელი თუ რამე მქონდა, მაშინაც მithქვია. ამ 3 წლის განმავლობაში, როცა სათქმელი მქონდა, მithქვია. არ მქონდა, არც ეხლა მაქვს სათქმელი, ხო? აი ეგ არის. თქვა კიპიანთან დაკავშირებით და კიპიანთან დაკავშირებით რა ჩვენ არავითარი პრეტენზია არ გქონია, სულ მაგათ გქონდათ პრეტენზია და ჩვენ არაფერი პრეტენზია არ გქონია, ხო? საქმეა შეხვედრაზე აქვს საუბარი. საქმეა შეხვედრა ეხლა იცით რა არის, საქმეა შეხვედრაზეა საუბარი. არა, კაია, კი, აბა რა. მე მაგას გულისხმობ ეხლა. უნდა გქონდეთ საქმიანი და ერთმანეთის მიმართ, რა ქვია იმას, კარგი ურთიერთობა, მაგრამ ეს ყველაფერი კეთდება იმ შემთხვევაში, როცა ერთმანეთის მიმართ დობა არის, მაგრამ შენ ახლა იგიდან გამოდიხარ და სულ გვაგინებ ყოველთვის რა ქვია იმას, ის რატო არის, რატო არის, ესენი უნდა მოვიდნენ, ისინი უნდა მოვიდნენ რაღაცა, ხო? შენ დაალაგე, რა გინდა? რა ისინი გაქვს პრეტენზიები, ან კიდო პრეტენზიები რა უნდა ქონდეს, პრინციპში მე არ ვიცი ახლა, მაგრამ და როგორი თანამშრომლობა გინდა? და მე უნდა გაგრძელდეს. აბა შენ ახლა ყოველ დღე და ღამე თუ მაგინებ მე და გადადექი, გადმოდექი, რა ქვია იმას, არასტორი იყო, ეს იყო, ის იყო, ხო? როგორ უნდა დავждეთ, როგორ უნდა ვილაპარაკოთ? შენ უნდა გაარკვიონ იმ ხალხმა რა უნდათ და მე დაძენ და დაელაპარაკოთ და მე არ მგონია რომ სიჭინავ ახლა ის კაცი იყოს რომ ბოღმა ზოგიერთებივით არ არის რომ ჩაიდოს გულში და ეს ატაროს თელი თავის ცხოვრებაზე. ის კაცი არის გახსნილი ყველანაირ იმაზე მიდის. მან არ არის რაღაც ისა და გააგზავნონ და გააკეთონ საქართველოს ფეხბურთის საკეთილდღეო საქმე. ეგ გვინდა ყველას, აბა მეტი კი არაფერი. ლაშას თემას გავაგრძელებ. უბრალოდ შეიძლება ეხა ბოლო იმებს არ გაეცანით, ბოლოელებს მე არ გამოვდგები ადვოკატად, უბრალოდ დავიკითხეთ და დააფიქსირა მინისტრმა, რომ არანაირი პრობლემა არ გვაქვს ფეხბურთის ფედერაციასთან და სურს რომ ვიყოთ თანამშრომლობის რეჟიმში, ასე რომ არაფერი არ უდგას წინ. აბა ჩვენ არასდროს პრობლემა, აბა ფედერაციას არასდროს პრობლემა არ წაუყენებია. ხო, ეს უბრალოდ. ეხლა თუ ეხლა არავითარ იმას დახმარებას არ გაუწევს ქართულ ფეხბურთს, ალბათ ექნება, რა ქვია, რა თქმა უნდა, ექნება ფედერაციაზე და საერთოდ ფეხბურთს ექნება პრეტენზია, ეცი არ არის, იმიტომ რომ იცით რა არის ხალხო. ის კი არ არის რომ ხანდახან ბევრჯერ მithქვია რომ სოფლიო ჩემპიონატი ტარდება, ევროპა რო ტარდება. ამ სტადიონებს ფეხბურთის ფედერაცია კი არ აშენებს, თქვენ კაი ხალხო. ამ სტადიონებს აშენებს მთავრობა. აბა ფეხბურთის ფედერაციაზე სტადიონის აშენება ასად არ არის. მაგრამ ეს ვალდებულებაც აიღო თავის თავზე იმ ფედერაციამ და იმ ხალხმა და იქ ლოკომოტივის სტადიონი არ გიხარია თუ ეგეთი კარგია. რა მდგომარეობაში გვერდზე მინდორი გაკეთდა, ბაზარი, კახეთში ბაზა კეთდება, ზუგდიდში სტადიონები 1-2-3 სტადიონი დარჩა რომ უნდა გაკეთდეს და ესეც გაკეთდება და ყველა კაი მინდორზე ითამაშებს. ეს არ არის კარგი. ელენე დიახ, ბატონ თემურ, როდესაც ჩვენ საუბრობთ უსამართლობაზე, ბოლო პერიოდში არაერთხელ ვაფიქსირებ და ყოველთვის ვაფიქსირებდი ჩემს პოზიციას. უსამართლობა ქართულ ფეხბურთში დაიწყო მაშინ, როდესაც ბატონი მერაბ ჟორდანია ბრჭყალებში გაიწირა ძალიან ბევრი ფაქტორისა გამო. ეს ისე გადახვევისთვის და გიორგი ნემსაძე არ არის მხოლოდ და მხოლოდ მსხვერპლი, ეს ყველაფერი 2003 წელს დაიწყო. რაც შეეხება თავად აი ამ დიახ, შენებრო ჩატარდა და იქ უკვე იქაც იყო უკვე ბევრი პრობლემა. მეც ვიცი რომ მერაბას უთხრეს რომ წადიო. არ წახვალ და ძალიან ბევრი პრობლემა იყო კი ბატონო. გასაგებია. და როდესაც თქვენ საუბრობთ რომ თუნდაც 21 წლის ბიჭი იყავით რეალურად კანდიდატი რომ წასულიყავით ნიუკასლში და ძალიან ბევრ სერიოზულ გუნდში გეთამაშათ. თქვენ არველაძეები, ქინქლაძე, ანუ ეს ის თაობა იყო, რომელმაც მართლაც უდიდესი რამ გააკეთა და ფაქტურად როგორც ახალგაზრდებს არც გქონდათ ამბიცია და ემორჩილებოდით მწვრთნელს და შესაბამისად გქონდათ თქვენი შინა განაწესი. ქვეყნის ინტერესიდან გამომდინარე, მაგას გეუნები. მე გავხდი საუკეთესო ფეხბურთელი იმ ჩემპიონატის. დიახ. მე რო განაწყებული ყოფილიყავი და რაღაცა ხო? ავდგებოდი და წავიდოდი. შეიძლება ბევრი წასულიყო, გაიგე? არა, ჩვენ დავრჩით, ვემსახურეთ ქართულ ფეხბურთს ბოლომდე. ავაღებინეთ იმ გუნდებსაც ფული, ცოტა, მაგრამ მაშინ ის იყო, რა ქვია იმას და წავედით და ვიწვალეთ, მაგრამ მაინც ბოლოს მაინც მივაღწევთ, იმიტომ რომ მქონდა მიზანი. აი ეგეთი იმით მინდა რომ ახალგაზრდა ბიჭებმა რომ იმას აქნან, რა ქვია იმას, რომ გაიზარდნო, გაიგე? ის კი არა რომ მარტო მე დღეს ავიღე ფული და უკვე აღარც მინდა. არ მინდა ვიფიქრო რომ იცი არიან ფეხბურთელები რომელსაც რო უთხრა ის შვილო, წადის ეს სახში იდეგი, ხელფას მოგცემ და აღარ ითამაშო ვარ ფეხბურთი, ხო? ეგეთი ის სად არის? მაშინ არა ხარ შენ ფეხბურთელი და არ გიყვარს ფეხბურთი რა. აი სწორედ ეს არის უმთავრესი პრობლემა დღეს ბავშვთა ფეხბურთში. აი თქვენ როგორ თვლით, როგორი მენტალობით უნდა გაიზარდოს ბავშვი და თუნდაც ის ფაქტორი, რაც ბრძანეთ, რომ ძალიან დიდი წარმოდგენა აქვთ ამ ახალგაზრდებს, მათთან უნდა ემუშაოს თუ არა ფსიქოლოგმა, უნდა იყოს თუ არა რაღაც ჯგუფი შექმნილი, რომ აი ეს ყველაფერი კანონზომიერად მივიდეს ბატონთან. ზოგიერთებთან რო იმუშაო ფსიქიატრიაში წავალ შენ, ფსიქოლოგი კი არა, ფსიქოლოგს გაუშვებ ფსიქიატრიულში, რა ქვია, ზოგიერთ
მივეთებდა. გასაგებია, მაგრამ ყველაფერი მაინც ბავშვთა ფეხბურთიდან იწყება, დიახ და აი გასაგებია იცი, მაგრამ რაფ საფსახიატრო ჭირს 20 წლის და 19 წლის და 20 წლის ბავშვს და ითამაშე ფეხბურთის შვილო და ყველა გეხმარება. მე იცი რა არის, რომ ყველაზე კარგი ფსიქოლოგია ფეხბურთელის ის არის, რომ იცი რა არის, მთელი გენდობა შენ რომ გამოდი შვილო მინდორზე ითამაში და ამაზე მეტი ფსიქოლოგიური დახმარება მთელისგან მეტი რა გაგინდა თუ არაფერი. თანაც ახლა ამ ბავშვებს ეძლევათ არნახული შანსი, რომ ოღონ ითამაშე და მთელი მსოფლიო გახსნილია და ჩვენ მოგვიწია იმ საბჭოთა კავშირის პირველობის თამაშზე, მოგვიწია კიდევ მე საქართველოს პირველ მაგას ვიზა იზოლაციაში ვიყავ ჩვენ 3 წელიწადი. მე მახსოვს ამ ხანაგურ თამაშებს თამაშობდით, ოღონდ ვიღაცას არ დაენახა რომ თამაშობთ რა. მაგაზე ვიძახე, შეგაიგავთ, იმიტომ კი არ ვიძახე, ხო? გვეთამაშა ჩვენს რა საბჭოთა კავშირის პირველობა რა, ამით არ დაინგრევოდა საბჭოთა კავშირი? მაინც ინგრევოდა, ხო? მაგრამ მაგას გეუბნებოდო, ჩვენ გვინდა რომ მოვლენებს დავასწროთ რა, რომ ჩვენ თქვათ რომ ჩვენ ვიყავით პირველები, გაიგე? აი ჩვენ ვართ მაგრები, მაგაზე ვიძახი მე თორე, იმას კი არ ვიძახი რომ რატო გამოვეკეთ, რა ქვია იმას საბჭოთა კავშირს და რატო, მაგრამ ჩვენ როგორც ყველა გამოიყენა და იმიტომ ზუსტად იმიტომ არის ბევრი ლაპარაკობს რატო ლატვია და ისინი რაღაცები რომ აი იმათ უფრო მიაღწიეს ჩვენ იმიტომ რომ ჩვენ ყოველთვის არასწორად ვიწყებდით რაღაცებს ყოველთვის სულ რაღაცა სხვა რაღაცებზე ვფიქრობდით და იმიტომ ვერ იმასქენით გია და ნელა უნდა წავიდეთ დასასრულისკენ ვიდრე კითხვას დავსვავდე მინდა ერთი საკითხს გავამახვილო ყურადღება ბატონ თემურ შეიძლება უადგილოა მაგრამ მინდა იცოდეთ რომ ქართულ სპორტულ მედიას არანაკლებ აღელვებს ნაკლების ბედი, აქ იგულისხმება ბეშტური მედიას და ელექტრონული ტელევიზიას. ანუ შეიძლება ხანდახან ქართული ჟურნალისტების შეფასება არ ემთხვეოდეს თქვენ შეფასებას, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ან ჩასაფრებულის პოზიციაში ვართ, ან ჩვენ ნაკლების მიმართ რაღაცა პირიქით, ჩვენ ვართ პირველ რიგში ვართ გულშემატკივარი. პირველ რიგში მე ასე ვარ. და მე ვარ უკვე ჟურნალისტი. დარწმუნებული ამას ასე ფიქრობს ჩემი კოლეგები ყველა, დარწმუნებული ვარ. ეს უბრალოდ ისე შესავალი იყო ამ კითხვის და მე მინდა ისე ნაკლებს დაუბრუნდე, ნაკლების პრობლემებს დაუბრუნდე. ხომ არ არის საშიშროება, რომ ნაკლებს მიღმა კი არა, უბრალოდ აი გამოგვჩეს ფეხბურთელთა ჯგუფი, რომლებიც ძალიან შორს არიან გეოგრაფიულად. ხაბაროვსკის სკაში აღმოჩნდა 5 ფეხბურთელი, რომლებიც ასე თუ ისე ნაკლების კარგად მოიაზრებიან. მინდა თქვენ აზე მოვისმინო რა. არა, ნუ ვიყავი მაგათ თამაზი ჩასული ვიყავი და ნახე იქ მიდე, მაგრამ სიმართლე რომ გითხრათ, ხო? თვითონ ის რუსეთის მეორე ლიგაც ძალიან დაბალი დონეა რა. ნუ რა ვიცი, ახლა მე რაც ნახე თანაც ახლა მე მაგათ დავესწარი რაღაც ამხანაგური თამაშები ქონდათ, მაგათ თამაშები ნახე, თითქმის ყველა მითამაშა, ნუ 1-2 კაცი აკდა, მაგრამ ნუ იქ არიან ფეხბურთელები, რომელსაც ჩვენ უყურებთ რა და გვაინტერესებს. მარცვალაძე არის, რომელიც ნაკრებს ნათამაშებია. გრიგალაშვილი. ნუ ხო, გრიგალაშვილი ნაკრებს ნათამაშებით, გრიგალაშვილის სამწუხაროდ ვერ ვნახე, იმიტომ რომ იქ ჩავიდა და იქ ოპერაცია გაიკეთა მანაწლავის და მთელი ის მოუწია ლოგინში წოლა იქ იმის მაგივრად, ნუ ვაჯისის მაგივრად. და იმედი მაქვს რომ ისინი გადმოვლენ უმაღლეს ლიგაში და გვეყოლება კიდევ ერთი გუნდი რომელიც უმაღლეს ლიგაში თამაშობს რუსეთის პირველობას და 1-4-5 ფეხბურთელი იქნება თუ რამდენი იქნება ითამაშებენ იმას ეგეც კაია არა მართლაც ესეთი პლუსი აქვს რომ შეიძლება გამოიყენება მისი გამოყენება რამდენიმე ადგილას ხო ახლა მაგას ბევრი არ აქვს აღნიშნულ ფეხბურთელს კი მაგრამ ნუ მართლაძე ისედაც უკვე მაგას რაღაც პრობლემები ჰქონდა იმიტომ რომ იგი წამოვიდა იმიდან რა ქვია ვოლგიდან ძალიან დიდი ხანი გაუწდა მე ოპერაცია გაიკეთა მე საზარდულებზე ხო ოპერაცია გაიკეთა, ნუ ძალიან ისე და ეხლა დაიწყო რა, ისე რომ ჩვენ იმისთვის ყურადღება არ მივიქცევდა და რაღაცა, ეგეთი რაღაც არ ყოფილა. მე ჩასული ვიყავი, მაგათ თამაში ვნახე, ამხანაგურ თამაშს დავესწარი და კი ბატონო, რა ზიან ლაპარაკი, ითამაშენ და გამოვიძახებთ. ყველას გამოვიძახებთ, ვინც კი ღირსია და ვისაც აქვს იმის შანსი რომ ითამაშოს ნაკრებში, ჭირდება. არა ვართ სამწუხაროდ ის არა გვაქვს ის სიტუაცია, რომ იცით რა არის, აი იმდენი ფეხბურთელი ვყავს, რომ არ ვიცი ვის მივცეთ იმის შანსი რომ გამოვიდეს და ითამაშოს. სამწუხაროდ რა. არის ეგ პრობლემა. ბატონო? იქიდან გამომდინარე რომ დასასრულისკენ მივდივართ, ორ შეკითხვას დაგისვათ. პირველ რიგში ამ მუშაობის პერიოდში, რაც თქვენ ნაკრებთან ერთად დაყავით, რის თქმა შეგიძლიათ ნაკრებმა თქვენს ხელში რა გამოიმუშავა თქვათ ბრძოლის უნარიანობა თუ სხვა რამე და თქვათ ეს თქვენი ხელწერა თუ დაეთხო
გუნდს ამ ხნის განმავლობაში და ერთი ცოტა არასპორტული შეკითხვა უნდა დაგისვათ, მაგრამ საზოგადოებისთვის ძალიან საინტერესო რატომღაც და ძალიან მნიშვნელოვანი და ამ ბოლო პერიოდში რატომღაც გააქტუალურდა. რა გაქვთ ხელფასი? ყველა იძახისო თქვენ იღებთ მილიონს. მოდი ერთხელ და სამუდამოდ გავხადოთ საჯარო ეს ინფორმაცია. ამას ვერ ავწდებოდი რა. კითხვა რა ერთი მე არ ვიცოდი. ორი წუთის უკან რა ეგიზა მოვჩითო რა. არა დავამთავრეთ მოდი. არა იცი რა არის. ნუ რაც ჩვენი იმაზე ახლა ძალიან ძნელია ახლა ხელწერაზე ვილაპარაკო მე, როცა ამდენი პრობლემები არის. ხელწერაზე თქვენ გაიხარ ხო, ამ ხელა დონის გუნდები არიან და იმას ვერ ატყობ რა, რომლებიც მილიარდებს იხდიან რომ გუნდები გააკეთონ და ნუ მაგრამ ერთი ნაღდი არის რომ მე ის მიხარია რომ არის ბრძოლის უნარიანი გუნდი და არც ქართულ გულშემატკივარს არ შეერცხება, ვისთანაც არ უნდა ვითამაშოთ. უყურებენ ბიჭები რომ ყველაფერს დებენ 100% იმისათვის რომ ყველანაირად ეცადონ რომ რაღაც შედეგს მივაღწიონ. რაც შეეხება ახლა იცი რა არის? მაშინ იმ ხაზს ვისაც აინტერესებს, ხო? ერთ რაღაცას სხვანაირად გავცემდი მე ამ კითხვას პასუხს რა. ჯერ ერთი და ეს ისეთი კითხვა არის რომ არ უნდა ისმებოდეს და არ უნდა აინტერესებდეს ახლა მე რა ვზღებულობ. იმიტომ რომ ისეთ ქვეყანაში ცხოვრობთ, ხო? შეიძლება აქ ვიღაცას 100 ლარი მოიჩვენოს ძალიან დიდ ფულად, გაიგე? შეიძლება ვიღაცას 1000 ისა, შეიძლება ვიღაც ისა. აქ მაშინ ეგეთი რაღაც ახლა ესპანეთი ინგრევა, გაიგე? მაგრამ ისეთი გუნდები არიან ესპანეთში, რომლებიც ფეხბურთელებს დაწყებულ ტრენერებს უხდიან 10, 15, 20 მილიონი, ხო? იქაც უჭირს ხალხს და იქაც ის არის. მაგრამ არ მგონია ახლა ვიღაცა გამოვიდეს და თქვას რამდენია ხელფასი იმას აინტერესებს რაღაცა, ხო და საკითხი არის მარტივად. თქვენ რამდენი გიღირთ საქართველოს მთავარი მწვრთნელის პასუხისმგებლობა? აი ზუსტად მაგაზე მივდიოდი რა. ახლა იცით რა არის, ახლა მე ხო სანამ აქ მოვდიოდი, ხო? მე ის არ არის რომ იცი რა არის, დავანებე რამდენი წლის უკან, რა ვიცი, 10 წლის უკან, 11 წლის უკან დავანებე თამაში და ამის მერე მე საქართველოს ნაკრების თამაში არ მინახე. არა, ყველა თამაშს უყურებ რა. აქ ჩამოვიდა კუპერი, ხო? ღმერთმა შეარგოს, სამჯერ თუ იყო თუ ორჯერ იყო თუ რამდენი იყო, ნუ არა მარტო ის წაიღო რაც იმუშავა. კიდო დაამატეს ზევიდან რომ კომპენსაცია რომ პროსტო 6 თვის წინ არ უთხრეს რომ მიდიხარ გუნდიდან რა. ნუ ღმერთმა შეარგოს. ხო, ნუ თვეში ქონდა 350. არა, მე იმას არ ვიძახის ამის, მე ამას ყველაფერს ყვები რომ გაგაგებინოთ რისი თქმა მინდა რა. წავიდა აქიდან ისა კუპერი მეთქი ტოპელერი იმის მერე არ მომუშავია რა. არსად. მოვიდა კუპერი, ხო? წნელი ჩემპიონთა ლიგის ფინალები ნათამაშები და ძალიან მაგარი ისწვენი, ხო? აქიდან წავიდა საბერძნეთში იმუშავა გასავარდ გუნდში, ეხლა არის თურქეთში, გასავარდ გუნდში, მაგრამ განსხვავება ის არის, რომ ამათ ესენი არიან 60-65 წლის, ხო? მე 52 წლის კაცი, ხო? მოვაწერე 2 წლიანი კონტრაქტი, მე ამაზე ხონდა ლაპარაკი. ჩამოვედი, მითხრეს, აი ეს იქნება შვილო შენი. ამას მოგცემ, ეს. კი ბატონო, არ არის პრობლემა. ამაში მოგზაურობა, ბინის ფული, ორი ჩემი თანაშემწე, ვინც მე ჩამოვიყვანე, ყველა ამაში ჯდება რა. და ეხლა მე ისი თქმა მინდა, იცით რა არის? ეხლა იცით რა, ეხლა იმისგან გამომდინარე რომ დავინახე ამ მწვრთნელებმა საქართველოს ნაკრების მწვრთნელობის მერე რა ბედი ეწიათ, ხო? იმას არავინ არ იძახის ხალხო რომ მე რამხელა რაღაცა დავდები სასწორზე აქ ჩამოსვით, ხო? მე ხო არ ვაპირებ მარტო 2 წელიწადს მუშაობას როგორ მწვრთნელი, ხო? თანაც ამას რო უყურებ ეხლა თუ ესეთ ტრენერები წავიდნენ აქედან და მე იმის მერე ვერ იმუშავე და არავინ არ დაინტერესდა, ხო? მე 42 წლის ჩამოვედი, რა ჩამოსულა 65 წლის, ხო? მე კიდევ ვაპირებ ერთი 20 წელიწადი მწვრთნელობად მუშაობას, ხო? იმას არავინ არ იძახის რამხელა რისზე წავოდი, თუ რამხელა ის ავიღე ტვირთი, ისეთი გუნდი რომელიც 2 წელიწადში თამაში არ ქონდა მოგებული. ესეც დასაფასებელი არ არის, მაინდა-მაინც ის აინტერესებს ხალხს მე რამდენ ფულს ღებულობ. მე ამ რასაც ღებულობ, ხო? ამაზე უფრო მეტიც ამიღია და ამაზე უფრო ნაკლების ამიღია. ეს არ არის ისა. და კიდევ კაი, ჩემისთან ხალხი მაგ იმის საშუალება რომ რაღაც კაი ფული ავიღო და მთელი ამ 25 წლის განმავლობაში, ხო? არის ძალიან ბევრი ხალხი, რომელსაც იცი რა არის, ის ოჯახის წევრია, ნათესავი არის, ნაცნობი არის, უცნობი არის. ძალიან ბევრი რომელიც იმ ჩემფუზე ლაპარაკობს, იმის ოჯახში მოიკითხონ იმ ხალხმა, გაიგე? იმის ოჯახის წევრებსაც ერგო ძალიან კაი ფული. იმიტომ რომ ბევრმა რაღაც ლაპარაკები დაიწყო, ხო? ხო და კიდევ კაი რომ მე ამით სხვებსაც ეხმარებ ისეთ ხალხს, რომლებსაც ყველაფერი დაკარგა, თო იქიდან წამოვიდა რა ქვია, აფხაზეთიდან, ტოლვილები და რაღაცა. ეს აქ ყოფი ხალხისთვისაც კაია, იმიტომ რომ არ აწევს კიდევ ეს ხალხი იმას ზუგზე, გაიგეთ? საერთოდ იცი რა არის ეს ლაპარაკი რომ რაში უნდა გაინტერესებს მე რამდენს ღებულობ, ხო? მე ხო არ დაინტერესებული ვარ რა. ეხლა შეიძლება მე ზუსტად მაგიტომ გითხარით, შეიძლება თქვა ეხლა 1000 ლარი, 1000 ლარი ბევრისთვის ის არის.
აქ ზოგიერთები რა ქვია 20 ლარიან ვაუჩერს აძლევდნენ და მთელი ტელევიზია მიყავდა ჩვენ 25 წელიწადი ამ საქმეს ვაკეთებთ რა ქვია იმას და ამისთვის არავისთვის არ დაგვიწყდა იმიტომ რომ ეს ჩვენი საქმეა თუ კი რამე გამეკეთებია ხო მაგ იმის მთელი 25 წელი მომს ამ ფეხბურთთან იმის საშუალება რომ ჩემი ოჯახი ჩემ ნათესავი იქნება ახლობელი უცნობი ნაცნობი შეიძლება იზარდოთ ყველას დავეხმარო რა ბევრს დავეხმარე ძალიან ბევრს ვერ დავეხმარე მე კი არა მთავრობა ვერ ეხმარება ახლა თუ მართლა ჩემი ის გაინტერესებთ ხო ის ნაღდად არ არის რაც ვიღაცები რაღაცას რო იმაშვებიან და მე მგონი ხო აი ბატონ თემურ აი თქვენ ერთ-ერთი საუბარი აქედან დაიწყო ზუსტად, როდესაც ეროვნულ ჩემპიონატზე იყო საუბარი, კლუბების უმრავლესობა ახალგაზრდა ფეხბურთელებს თამაშის საშუალებას არ აძლევენ. აქ არის გარკვეული პრობლემაც, თუნდაც კლუბის მესვეული, რომელსაც უნდა ჩემპიონობა, იტყვის, რომ მე ამ ფეხბურთელს ჯერჯერობით ამ ახალგაზრდას ვერ ვხედავ ჩემ გუნდში, ვინაიდან ხარჯავ ფულს და მინდა ის გავხადოთ ჩემპიონი. თუ არსებობს, აი თქვენ თუ შეხვედრილ ხართ იგივე კლუბის ხელმძღვანელობას და გაქვთ თქვენი რაღაც თუნდაც რეკომენდაცია, თუნდაც რჩევა, როგორ შეიძლება ეს გაკეთდეს და მეორეც, აი იგივე ეს ამ ხალხს აქვს პრეტენზია, აი მე რომ ვათამაშო ეს ახალგაზრდა ფეხბურთელი, სამწუხაროდ ნაკრების მწვრთნელი არ დადის ასე ხშირად ეროვნული ჩემპიონატების თამაშებზე. ამ რამდენიმე ხნის წინათ წავიკითხე. რეალურად კი, რა თქმა უნდა, გეგმა იყო და ერთ-ერთი აი თუნდაც მოყავთ ტორპედო დინამო, არა, ნუ რო უშუალოდ ბრძოლის ველზე ნახოს ასე ვთქვათ ფეხბურთელები. თუ გასაგებია, ნუ იცი რა არის, მე მაქვს იმის ისა, რომ საშუალება, რომ უცხოეთში რო ვარ, ხო? მე დავდივარ უცხოეთში, იქ რუსეთი, უკრაინა, ჰოლანდია, პოლონეთია, რა ქვია იმას, ქვეყნებს, სადაც ჩვენ ფეხბურთი, თურქეთია, სადაც ფეხბურთელები ყავს, ხო? და ეხლა, როცა საქართველოს პირველობიდან ყავს 4 ფეხბურთელი, მაგრამ ხო, ამ თამაშებს ხო უყურებ. მე რომ ხალხი რომ ყავს, ხო? ის ხალხი, სახში კი არ ზის. ის ხალხი დადის. ის ხალხი ჩემ გვერდზე რო არის, ხო? იმ ხალხის მე მჯერა იმათი აზრის, იმიტომ იმაშვები თუ რა. აბა ეხლა რა აზრი ხონდა, რა ქვია იმას? ტოპ ის რა ქვია იმას? ზუსტად კუპერი, ხალხო. რუსეთის პირველობებზე და იმებზე ხალხი თამაშობდა, არ დადიოდა იგი. კუპერს რასახის კონტრაქტიც ჰქონდა დადებული, ისე იქცეოდა. მოდი ესე ვთქვათ რეალურად. კუპერს არავინ არ თხოვდა, როგორი კონტრაქტიც ჰქონდა, იმან ასე ვთქვათ, შეირგო ის ფული და წავიდა. რეალურად ეგრე იყო. სამწუხაროდ ძალიან ცუდი კონტრაქტი იყო. არა მგონი ახლა კუპერი ისეთი სპეციალი მე კუპერთან პროფესიონალი იყო და პროფესიონალურად იმ კონტრაქტის მე ვერ დავინახე რომ კუპერი ეგეთი ტიპი პიროვნება იყო, რომ ოღონდ ლიზბი ფული მომეცი და არ მაინტერესებს. ბოლოს შეიძლება ისეთი სიტუაცია შეიქმნა, ოღონდ აქედან წავიდე და არ მინდა არაფერი, ოღონდ ნუ იტყვით რომ მომხსენითო და მე ჩემი წავალო. ეგ ვარიანტი იყო რა. ხო და ეხლა რაც შეეხება იმას, ხო? ეხლა როცა საქართველოს პირველობიდან ყავს 2-3 ფეხბურთელი და უფრო უმეტესი საუგარეთ, ხო? იმათ ხო უნდა მივაქციო ყურადღება, ხო? ხანდახან არის ხოლმე რომ შენ შეიძლება ერთ თამაშზე წახვიდე და გამოგჩეს 5 თამაში, ხო? მე წინა იმაზეც გითხარით, სახში იმდენი ანტენა მაქვს დაყენებული ვიღაცამ რომ გამოიარო მე აგენტი არისო ცხოვრობსო რა შაბათი კვირა სახიდან რა გამოდა უკრაინის ჩემპიონატი რუსეთი თურქეთი რა ვიცი ყველა ვინც კი ჩვენ ფეხბურთელი ყავს ყველა ქვეყნის არქი მაქვს სახში და ამას ყველაფერს უყურებ მე მირჩევნია ყველას უყურო ვიდრე ჩამოვიდე აქ საქართველოს აგეუნე ჩამოვიდი ვნახე ორი თამაში ვნახე და აღარ მახსოვს თამაშიც ჯერ ისედაც მივედით სანამ ავიდოდი და დავждდებოდი 2-0 იყო მეთქი ორქულიანი გოლში აგდეს მეთქი რა 2 წუთში 2 გოლი გავიდა იქიდან მე წამოვედი და დინამოსთვის მოგვესწრო აქ მე აქ ისიც ის არის რა აი იცი რა არის აი პრეტენზია ქონდა გუნდს თამაში იყო სადღაც გოლში თუ სადღაც ხო დანიშნეს 2-ზე და იქ არა 2-ზე თუ 3-ზე იქ მე მეორე თამაში იყო 6 საათზე თუ რაღაცა და პრეტენზია ქონდათ რა უფლები დანიშნე თამაში 6-ზეო იმიტომ რომ ის ხალხი იქ რო ითამაშეს მე ისინი ჩამოვიდნენ ჩვენ თამაშის საყურებლად წამოვიდნენ თუ აი ესეთი ხალხიც არის რა ისეთი ხალხიც არის რომ ჩვენი გუნდები UEFA-ზე რო თამაშობდნენ ხო იმის ის არ მიცეს იმ UEFA-ზე მოთამაშე გუნდს რომ ერთი დღით გადაეტანათ ან კიდო რაღაც იმას ეკნათ რომ და მე მეუბნებით რომ რა ქვია იმას ქართული ფეხბურთის მომავალზე ვიფიქრობდი და ახლა მეუბნები რომ იმ კაცს ის უნდა ჩემპიონთა ლიგა. მეც მინდა ჩემპიონთა ლიგა, მაგრამ ძალიან ძნელია, იმიტომ რომ მე ჩემპიონთა ლიგა მე 2 გუნდი გავიყანე, თქვენ კაი ხალხო ჩემპიონთა ლიგაზე და ალბათ ჩემზე უკეთესად არავინ არ იცის საქართველოში, მაგრამ ამ იმით ძალიან გაუჭირდება თუ ის ვინც ჩემპიონთა ლიგაზე გავა, ხო, ის მართლა თუ არ გაძლიერდება უფრო მეტი, ხო? ამიცი რა, ჩვენ ნახე ჩვენი ჩემპიონი შარშან აზერბაიჯანის გუნდმა 5 გოლი გაუტანა 3-0 და 2 და მე გვეუბნები და ის ზესტაფონი
კაი გუნდი იყო რა. კაი ფეხბურთელებით იყო დაკომპლექტებული, კაი გუნდი, ცუდი გუნდი არ იყო რა. გაგვიჭირდა. და ამიტომ ვიძახი, თუ არ გაძლიერდება და თუ უფრო უკეთესი გუნდს არ გააკეთებენ, ხო, ძნელი იქნება რა. ლაშა და დავამთავროთ. უნდა დავამთავროთ ნელ-ნელა ლაშა. ბატონ თემურ, ну, რაღაც რაც იყო თქვათ თქვენს ხელფასეს ხვის ჯიბეში ყურება რა თქმა უნდა, ეხლა არ არის სასურველი და არც მე კი ვიცი რაც არის ხელფასი, არ არის დაფარული ინფორმაცია ის და კაც თუ უნდა გაიგებს და ну ეგ სხვა საქმეა. მე მაინტერესებს, ეხლა ну არ გავაჯგერებ ამ ეთერში თქვათ, თქვენ უნდა გააჯგეროთ პირველ რიგში თქვენი სურვილი თუა. მე მაინტერესებს, როცა გააგრძელეთ კონტრაქტი, თქვენი ეს პირობები თუ გაუმჯობესდა მაგ ხრივ და მეორე, აი უშუალოდ, აი გეგმაზე ლაპარაკობთ, რა გეგმა დადეთ იმ 4 წლიან ციკლში, რაზეც შეთანხმდით თქვენ და ფედერაცია, იქ თქვათ გასაგებია რომ თქვათ ემზადებით ეს ამ ციკლს იყენებს 2016 წლის, იქ არის რომ აი ფინალურ ეტაპზე უნდა გახვიდეთ, ახლა მაგას აუცილებლად ვერავინ ვერ მოგთხოვთ, მაგრამ ერთ-ერთი თქვენი ჩანაფიქრი ამ 4 წლიანზე, იმიტომ რომ 2 წლიანი ახლა დადება, იგივე კონტრაქტიები ამბობდა რომ ამ ჯგუფში მე 2 წლიანი კონტრაქტი დავდო, თვითკვლელი არა ვარო, რატო უნდა დავდო? ხო და ზუსტად მაგაზეა ლაპარაკი, რომ იქ 4 წლიანზე რო არის ლაპარაკი, ჩვენ იქ თქვით, იმ 4 წლის იმას, ხო? მე პირდაპირ გეუბნები და მთელი იმის გუშემად იქ რომ ჩვენ რო დავინახავთ უკვე იმ უკვე ევროპის იმაზე, აქვე იმას, რომ ჩვენ შანსი არ აგვაქვს ან პირველზე, ან მეორეზე, შეიძლება მესამეზე, შეიძლება UEFA გადათამაშება ითამაშა, არ ვიცი როგორ ჩატარდება. არ არის გარკვეული. გარკვეული არ არის ჯერ, ხო? აი უკვე საქართველოს ნაკრები დაკარგავს შანსს რომ მოხდეს იმ იმაზე, იმ დღეს მერე უკვე ნაკრების მწვრთნელი აღარ ვიქნები რა. აი შეიძლება ეს ღმერთმა ქნას რომ გავიდეს და წავალ, კაცო, არ არის პრობლემა. ოღონ გავიდეთ და უფრო სიამოვნებით წავალ, გეუნებით რა. ოღონ გავიდეთ სიამოვნებით წავალ, გაიგე? მაგრამ გეუნებით რომ იცი და აი მორჩება, რომ დაიწყება ის ახალი ისა და ჩვენ უკვე რომ ის შანსი, ის გადაგვეწურება რომ უკვე ჩვენ უკვე შანსი არ აგვაქვს, რა ქვია იმას, გავიდეთ ფინალურ ეტაპზე, ხო? იმ დღიდან უკვე მე აღარ ვიქნები საქართველოს ნაკრების მწვრთნელი რა. მეტი ახლა რა ვიცი ახლა ხელფასი ახლა ვილაპარაკოთ ნუ არა თქვენი სრული მაგაზე არა გეუბნებით ახლა კიდე გეუბნებით რომ იცი რა არის რომ არის აი ამაზე უფრო მეტიც ამიღია და ამაზე უფრო ზო ნაკლები რა просто არ მიმაჩნია რა ისეთ ქვეყანაში ცხოვრობ გაიგე არ მიმაჩნია რომ ახლა თქვა მე ჩემი ხელფასი დო რა ვიცი ახლა რა არა ნუ ეგ თქვენი ნება ახლა მე ამაგაზე გასაგებია მაგრამ ნუ რა თქმა უნდა ახლა რაღაც არა, უბრალოდ ეგ არის საჯარო ინფორმაცია, თუ კაცი მოინდომებს იმ ფედერაციაში და იმაშიც გაიგებს და არის იქ ახლა ყოველწლიურად ყრილობა ტარდება, ის ტარდება იქ მონაცემები და რა თქმა ახლა, ნუ არა, მე თქვენ მე რო მე თქვა რაღაცა, ხო? თქვენ იმას რატო არ აქცევთ ყურადღებას? ახალგაზრდა პერსპექტიული, რა ვიცი, თქვენ როგორ ჩათვლის არ ვიცი რა. რო ჩამოვედი, რაღაცები გავაკეთე, ორი გუნდი გავიყვანე ჩემპიონთა ლიგაში, რაღაც კიპრის გუნდი პირველად ისტორიაში. ნუ რაღაც პერსპექტივები მქონდა. ღმერთის წყალობით ხო? მაგ იმის საშუალება რომ დღეს ვავდგე, წავიდე, ხო? ხვალე უკვე გუნდ ჩავიბარებ, გაიგე? არა მაგ ამის პრობლემა. მე ბევრ რაღაცა დავთმე, მე დავთმე იგივე ჩემი ოჯახი, ნუ. დავთე ოჯახი 6 თვე ჰაერში ვარ, თუ რაღაც გადაფრენებში, გადმოფრენებში ვარ, ხო? ესეც ხო ის არის, არა? მე რაღაცები წავედი და აქ ხალხი ჩემ ჩემ იმასაც გადახედეთ, რომ რამდენი რაღაცა დავდე იმისათვის, რომ რა ვიცი, ჩამოსულიყავი და გამეკეთებინა რაც კარგი არის ქართული ფეხბურთისთვის. მე რო ჩამოვედი, არც ვიცოდი რას მეტყოდნენ. ჩამოვედი, მაგრამ უკვე იქიდან რომ მოვიდიოდი, უკვე ხელი მოწერილი მქონდა, რაც არ უნდა ეთქვა, ხო? იმათმა ესე შეაფასეს, ხო, შეიძლება ვიღაცა მოვიდეს სხვა და მითხრას, რომ მაო შენ უფრო მეტი გეკუთვნის. შეიძლება ვიღაცა მოვიდეს და მითხრას, მაო შენ ამდენი არ გეკუთვნის რა. ამდენი ის იქნებაო და всё. ნუ თანამედროვე სამყაროში ყველაფერი ურთიერთშეთანხმების ის არის რა. ხო, ზუსტად ეგ არის. შეიძლება 20 წელიწადში მოვიდნენ, მითხრას, მაო კიდევ ახალი კონტრაქტი და უფრო მეტი. შეიძლება მითხრან, ვიცი რა არის, ძალიან ბევრია. ცოტა აიღე და ის პირობების გადახედვა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ხდება, რა თქმა უნდა. კარგი, ძალიან დიდი მადლობა. მე ვფიქრობ, რომ ისეთი ნაყოფიერი ეთერი გამოვიდა მაინც. ხო, მაგრამ ეს გადაცემა იყო თქვენთვის და მე მომეცემა ალბათ კიდე საშუალება. დიდი მადლობა. თემურ კეცბაია იყო ჩემი გადაცემის სტუმარი და მეც იცი რა არის და ეხლა მე ზუსტად იცი რა მე მირჩევნია აი ესეთ იმაში ჩატარდეს ეს ვიდრე იმიტომ რომ აი ესეთ რო ტარდება ხო მთელი ქვეყანა უყურებს ხო იქ ჟურნალისტი იგივე ინტერვიუ და რაღაცა ხო ბევრჯერ მინახია მე სხვა რაღაცა ვთქვი იმას სხვა რაღაცა დაუწერია გაიგე ეხლა ამას ხო ვერავინ მე ხო ვეღარ შეცვლის გაიგე ეს თქვენი დასმული კითხვები ჩემი პასუხი ხო აი ხო დაინახა ხალხმა ხო
მე ეს უფრო მირჩევნია, იმიტომ რომ მე შემეძლო რა იცი რა მითხარ რომ ოთო მითხარ რომ აი ინტერვიუზე რაღაც ოთო მეთქი ინტერვიუ. შეერთი და არ მინდა არავის გამორჩევა. არა პირველ რიგში ყველაზე უფრო ეს არ მიყვარს რა. ეხლა შენ რომ მოგცემ იმ არა დააშავა, იმასაც ხო უნდა. იმიტომ რომ ნაკრების წელება შეიძლება როგორც პიროვნებას ვერ მიტან, მაგრამ იმიტომ რომ ნაკრების ტრენერის წელი ვარ. დიდი იქნება რა თქმა უნდა. კერბიძე შენზე კერბიძე საერთოდ ვიდა. როგორ შეიძლება პიროვნებას ვერ მიტან, გაიგე, მაგრამ იმიტომ რომ ნაკრების წელი ვარ, გინდა არ გინდა, თუ მუშაობ როგორც ჟურნალისტი, რაღაცა უნდა მკითხო, გაიგე? რატომ უნდა გითხრა შენ უარი, ან შენ. ეხლა არ ჯობია, აღარ ზიხარ და რა კითხვა გაქვს, თანაც ყველას გაქვთ იმის საშუალება რომ ერთი და იგივე კითხვას არ დამისვათ, როგორც იქ დამისვეს, რა ქვია, ფრანგებმა დამისვეს 4 კითხვა, მე ჩვენები მოვიდნენ დამისვეს იგივე კითხვა რა. მე ვუთხარი რომ ეხლა ნახევარსაათი ერთი კითხვა ხო იყო იქ განსხვავებული. ნუ ერთი კითხვა კითხვამ საერთოდ რა გამეკეთებინა არ ვიცოდი. ჩვენ თანხდებით ხო ესეთ ფორმატზე ბატონ თემურ თუ კი გარკვეული პერიოდი არა ეხა ინტენსიურად რა თქმა უნდა. არასდროს არ მithქვია. მაგრამ ამ ფორმატში ჩვენთვისაც კარგი იქნება და გულშემატკივარი ძალიან ბევრს გაიგებს. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. დიდი მადლობა თემურ კეჯბაიას გადაცემაში სტუმრობისთვის, დიდი მადლობა თქვენ ყველას მონაწილეობისთვის. მე გემშვიდობებით 4 შაბათამდე, 4 შაბათ ჩვენ 22 საათიდან კვლავ შევხვდებით პირდაპირ ეთერში, ამჯერად უკვე შევხვდებით გადაცემით იცხოვრე სპორტი. კარგად სპორტით, კარგად ზანდებოდეთ.